მშვიდობის ეთერში არჩევანი რატომ გადაწყვეტა თბილისის მერმა მეორედ დაიკავოს დედაქალაქის მმართველის პოსტი და რას აპირებს ის გამარჯვების შემთხვევაში არჩევანის სტუდიაში გიგი უგულავა და ჩვენი გადაცემის მეორე თემა წიგნის გამოატეხილი სკანდალი რამით შეიქმნა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა და როგორ აფასებენ ილიას უნივერსიტეტში მათ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას დებატები არჩევანში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი სერგო რატიანი და მართლმადიდებლური მოძრაობიდან ნანა დევდარიანი ერთმანეთის პირისპირ და ახლა ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა. საღამოშტოს პატრონი. გთხოვთ. უგულავას არჩევანი რატომ გადაწყვეტა თბილისის მერმა 5 წლიანი მუშაობის შემდეგ მეორე ვადით დაიკავოს დედაქალაქის მმართველის სავარძელი და რისთვის იწყებს ბრძოლას გიგი უგულავა? მე ვიწყებ ბრძოლას თბილისის უკეთესი მომავლისთვის. აქტიური და გამორჩეული წინასაარჩევნო კამპანია უგულავა თონეში, ბაზარში, დახთან, მშენებლობაზე. რისი დემონსტრირება სურს თბილისის მერს და რატომ გადაწყვეტა გიგი უგულავამ ყველა პროფესიაში მოსინჯოს საკუთარი ძალა? ყველა სამსახური რაც კი აი პარტიოს საშრომაზეა დაფუძნებული ყველა კარგი. თავარია რაღაც სამსახური იყო. თავარი გზავნილი და დაპირება მოსახლეობას. მისი გაკეთება მოასწრო რა ვერ შეძლო და რას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში მერობის კანდიდატი. მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია, მისი ყველა სტრუქტურული ერთეული, გამგეობები და მუნიციპალიტეტები იქნება ერთგვარი დასაქმების ბიურო. როგორ აპირებს თბილისის მერი მოსახლეობის დასაქმებას და რატომ უნდა მისცეს ხმამას ამომრჩეველმა ხელმეორედ გიგი უგულავა არჩევანის სტუდიაში. წიგნის გამოატეხილი სკანდალი აქციები უნივერსიტეტთან და ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ ეთერში. რას აპროტესტებენ და რას იცავენ დაპირისპირებული მხარეები. ვის მიერ არ ვიცი. საქართველოში პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ულტრამემარჯვენე მოხაშისყრო შავრაზმული ორგანიზაცია. რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა თუ ლიბერალური ღირებულებების ხელყოფა. რა მიზნით შეიქმნა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა? ჩვენ ვაშენებთ ძლევამოსილ საქართველოს. იმ ფარგლებში რაც ქონდა დავით აღმაშენებელს. ვინც როგორ უნდა ისე გაიგოს. საქართველოში გაჩნდა ტერორისტული ორგანიზაცია. რას და ვისგან იცავენ მოძრაობის წევრები, რატომ გაიქცა მათი ლიდერი ცხინვალში და როგორ აფასებენ ილიას უნივერსიტეტში მათ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. დებატები არჩევანში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი და მართლმადიდებლური მოძრაობიდან ნანა დევდარიანი ერთმანეთის პირისპირ. არჩევანი პირდაპირ ეთერში გიგი უგულავასთან ერთად ბრუნდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო გიგი, მადლობთ რომ მობრძანდით დღევანდელ გადაცემაში. ბატონო გიგი, თქვენ 5 წელია თბილისის მერი ხართ. რატომ გადაწყვეტეთ კიდევ ერთხელ მიიღოთ მონაწილეობა არჩევანში და ხელმეორედ დაიკავოთ ეს პოსტი? მადლობა მოგახსენებთ მოწვევისთვის. ამ შეკითხვაზე მე 6 სიტყვით გაგცემდით პასუხს. ზუსტად იმიტომ რომ გულწრფელად ვთვლი რომ გასაკეთებელი კიდევ არის ბევრი. მიუხედავად იმისა რომ თბილისი უკეთესი ქალაქია ვიდრე იყო თუნდაც 5 წლის წინ და ეს არ არის ლიტონის სიტყვები, თბილისელების ძირითადი უმრავლესობა თანხმდებით რომ თბილისი უკეთესია. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გამოწვევები, ბევრია პრობლემა, მაგრამ უკეთესია ინფრასტრუქტურით, უკეთესია გზებით, ტრანსპორტით, კეთილმოწყობით. მაგრამ სიტყვები რომელიც მე ხშირად ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ეს არის ძალიან ბევრ ადამიანთან შეხვედრის და ძალიან ბევრი ადამიანის მიერ გადმოცემული განცდა, რომ გასაკეთებელი მართლა კიდევაც არის ბევრი და მე ზურგს მიმაგრებს ეს 5 წელიწადი, როდესაც ერთად ჩვენ თბილისელებმა ბევრი რამის გაკეთება შევძელით, მაგრამ ასევე მე ვარ კრიტიკული ჩემს საკუთარი თავისა და საკუთარი საქმიანობის მიმართ და სწორედ ამიტომ ვამბობ ყველა თბილისელთან ერთად რომ გასაკეთებელი კიდევ არის ბევრი და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ეს ეხება დასაქმებას და იმ დასაქმებას და იმ საკითხებს რომელიც და იმ პრობლემებს რომელიც უმუშევრობიდან არის გამოწვეული. მე უამრავ ადამიანს ხვდები თბილისში, მაქვს საშუალება თბილისელებს შევხვდე ყველა უბანში და უამრავ წერილს ვიღებ და რომელზეც მიწევს ხოლმე რეაგირება და ერთი სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ ეს ყველაფერი. ადამიანის სახელმწიფოს მიმართავს მაშინ, როდესაც უჭირს და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ამიტომ ჩვენ არც ერთ იმ პიროვნებას, რომელიც დღეს ვართ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, არც ატრაბახოთ და არც კმაყოფილების არანაირი საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ რომ განცდა ეს არ არის ის სიტყვები, რომელიც პლაკატებზე წერია, ეს არის რეალური განცდა, რომელიც მოდის თითოეული თბილისელისგან და რომელიც
ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, კი, მე დიდი მადლობა მინდა შეიძლება გადაგიხადოთ ამისთვის, რომ აი აქ გზა არ იყო და დაიგო. კი, 5 წლის წინ ჩვენ მქონდა პრობლემები და ზამთარი არ გაივლიდა, რომ ნახევარი ზამთარი სიბნელეში ვიჯექით, გაზი ითიშებოდა და შეშის ყიდვა გვიწევდა ხოლმე გასათფობად და რაც თავარი არც იმედი არ ქონდა, რომ ეს პრობლემები შეიძლება მოგვარებულიყო. მაგრამ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ეს პრობლემები მოვაგვარეთ. ამიტომ მე მჯერა და მწამს, თუ იქნება სწორი მიდგომა და თითოეული ის დახარჯული თეთრი ინფრასტრუქტურაში, რომელიცაც ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ თბილისი უკეთესია, ვიდრე 5 წლის წინ იყო, არის სერიოზული ნაბიჯი გადადგმული დასაქმებისკენ, იმიტომ რომ გაუბედურებულ, ჩაბნელებულ, კრიმინალებით სავსე ქალაქში, სადაც უიმედობა სუფევს, არავინ არ ჩადებს ინვესტიციას. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. და საბოლოო ჯამში თუ ჩვენ გვინდა რეალურად კეთილმოწყობა ვაქციოთ კეთილდღეობად, ანუ იმად, რომ ადამიანმა ეს კეთილმოწყობა საკუთარ სახლში, საკუთარ ფანჯრებს გარეთ და არა მხოლოდ საკუთარ ეზოში იხილოს, ამისათვის არის საჭირო მეტი დასაქმება და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მე ვიყარო კენჭი, რადგან ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ბატონო გიგი, რა უპირატესობა და უარყოფითი მხარეები აქვს, როდესაც ერთდროულად ბრძანდებით ქალაქის მერი და ამავდროულად ხართ თბილისის მერობის კანდიდატით. თავარი ბრალდებები, რაც ისმის თქვენს მიმართ, ეს არის ის, რომ მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი იყელებს ადმინისტრაციულ რესურსებს და წინასაარჩევნო კამპანია გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ეს ოფიციალურად გამოცხადდა. თუნდაც ეს უბოლო მაგალითი იყო პროექტი მე მიყვარს თბილისი, რომელზეც თქვენ საკმაოდ ბევრი ოპონენტი გამოგიჩნდათ. შეიძლება პროექტს გამოუჩნდეს, მაგრამ არ ამგონი რომელიმე თბილისელს არ უყარდეს თბილისი, მე საერთოდ არ თვლი, რომ ეს პროგრამა რაიმე კავშირშია პოლიტიკასთან, პირიქით ეს იმდენად ყოვლის მომცველია და ყოველგვარი პოლიტიკისგან დაცლილი, რომ არ ამგონი რაიმე პოლიტიკური ინსინუაციის ან მანიპულაციის საგანს ტოვებდეს. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეკითხვა, რადგანაც ერთის მხრივ მე მიმაჩნია, რომ და მე ხაზგასმით აღვნიშნე მაშინაც, როდესაც დავრეგისტრირდი ოფიციალურად მერობის კანდიდატად, რომ არ ვაპირებ არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. იმ მარტივი და უბრალო მიზეზის გამო, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს და გეტყვით რატომაც. როდესაც ხარ მოქმედი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში როცა ვარ მე მოქმედი მერი, ბუნებრივია ხალხი და თბილისელები დასკვნას და არჩევანს აკეთებენ არა ბოლო ერთი თვე ან რომელიმე კონკრეტული თქვა წინასაარჩევნო კამპანიაზე დაყრდნობით, არამედ მთელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გაკეთებული შეფასებებით იქნება თუ ემოციებით თუ განსჯებით, რომელიც წყალიბდება ამ 5 წლის განმავლობაში. ეს რა თქმა უნდა არის დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ თითოეული რა თქმა უნდა ამ ხნის განმავლობაში თითოეული დაგებული გზა იქნება გაუმჯობესებული სისუფთავე, გამწვანება, მოედნები იქნება, სკვერი, ბაღი თუ ნებისმიერი თუნდაც უსაფრთხოების განცდა, რომ ის ადამიანი ერთი უბნიდან მეორე უბანში წავა, ისე რომ არ იქნება შიშით, იქნება ეს დღისით, იქნება ეს ღამით, რომ ტრანსპორტი უკეთესად მუშაობს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეიძლება კეთილგანაწყობდეს ადამიანს ჩემს მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ მე თვითონვე ვამბობ, იმიტომ რომ ამას მე თვითონვე გძნობ და გძნობს ასევე ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად კენს იყრის, რომ გასაკეთებელი არის ბევრი და ეს სწორედ ამას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი გზაც არის დასაგები, რა თქმა უნდა ბევრი პრობლემაა სოციალური ხასიათის, რომელსაც მიხედვა ჭირდება და მთელი ჩემი ამოცანა სწორედ იყო, არის და იქნება იმ შემთხვევაში თუ მე გავიმარჯვებ, მაგრამ როდესაც საუბრობენ, რომ მე კამპანიას დიდი ხანია ვაწარმოებ, არა, მე ვარ მოქმედი მერი და ვასრულებ ჩემ მოვალეობას და საერთაშორისო არც პრაქტიკა და არანაირი სტანდარტი არ არსებობს, რომ მოქმედმა თანამდებობის პირმა შეაჩეროს საქმიანობა წინასაარჩევნო, იმიტომ რომ არჩევნები ჩვენ გვჭირდება სიტუაციის გაუმჯობესებისთვის და არა სიტუაციის გაუარესებისთვის. არჩევნებმა არ უნდა შეაჩეროს არაფრის არჩენება, თუ სკოლაა გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს, თუ მილია შესაკეთებელი, უნდა შეკეთდეს. ეს არჩევნები თუ ჩვენ საზოგადოებას დავანახებთ, რომ არჩევნები აჩერებს ყველაფერს და მხოლოდ პოლიტიკოსები საუბრობენ და საქმე არ კეთდება, ეს წარმოშობს ძალიან დიდ ნიჰილიზმს საზოგადოებაში და არ ამგონი მთლიანად პოლიტიკური პროცესის მიმართ. ამიტომ საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია და ჩვენი კანონმდებლობაც. და იყო მერი
ერთის მხრივ რა თქმა უნდა არის საარჩევნო პრივილეგია, მაგრამ ასევე ამას თავისი მინუსი ახლავს, იმიტომ რომ ყოველი ვერ შესრულებული ვალდებულება და მე არასდროს არ მithქვავს რომ ყველაფერი კარგადაა. ყოველი ვერ შესრულებული და ყოველი ცრემლი, რომელიც შეიძლება პენსიონერს ჩამოდიოდეს, რა თქმა უნდა ის ყველაზე მეტად მე მткиვა და ასევე ჩემ ოპონენტებს აძლევს შესაძლებლობას ჩემი კრიტიკის. ამიტომ ამას აქვს თავის პლუსები და მინუსები და მიმაჩნევს ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს და საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, იმიტომ რომ სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნები ეს არ არის უბრალოდ რომ ვიღაცა ჩამოვიდეს და შემდეგ იქ აღნიშნოს რომ აი საქართველოში უკეთესი არჩევნები არა. ჩვენ ეს არჩევნები გვჭირდება იმისთვის რომ ამ არჩევნებმა არა შფოთი და არეულობა, არამედ სტაბილურობა მოიტანოს, იმიტომ რომ ერთადერთი საფუძველი სადაც პირობა, წინაპირობა იმისაც რომ შეიქმნა სამუშაო ადგილები არის მხოლოდ და მხოლოდ სტაბილური გარემო და ეს ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს თბილისს. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, აი მაგალითს მოვიყვან 1 წლის წინ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო თბილისში, გადაკეტილი იყო ქუჩები, იყო პოლიტიკური მოთხოვნები. თავი დავანებოთ მოთხოვნებს, თავი დავანებოთ როგორი რა იყო მის უკან თუ რა თქმა უნდა, ბევრი შეიძლება ლეგიტიმურად თვლიდა და გამოხატავდა პროტესტს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ 1 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ ერთ მარტივ რაღაცას, რომ ამ პოლიტიკური დაძაბულობით არ დაზარალებულა არც ერთი მხარე, არც მეორე მხარე, დაზარალდა ყველა უბრალოდ თბილისელი. არა იმიტომ რომ თქვა დისკომფორტი იყო გადაადგილების, ამას ყველა აიტანს, ყველა თბილისელი, იმიტომ რომ გაგებით მოეკიდება ყოველთვის, მაგრამ დაზარალდა იმიტომ რომ ვისაც სამსახური უნდა და ვინც სამსახური დაკარგა. დაზარალდა ის, ვისაც ინვესტიციის ჩადება უნდა და საქმის გაკეთება და შემდეგ ესე ვთქვათ თბილისელების დასაქმება. დაზარალდით ამ გამოდის ყველა თბილისელი. უბრალოდ თბილისელები დაზარალდა და არა პოლიტიკოსები. ამიტომ არის რომ ჩვენ ისედაც ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენ ქვეყანას, არ უნდა დავასხათ ზევიდან ნავთი. და მე მიმაჩნია რომ ეს არჩევნები მაინც განსხვავდება სხვა არჩევნებისგან. განსხვავდება პირველ რიგში იმით, რომ ეს თავისი მაღალი სტანდარტით. განსხვავდება იმით, რომ პირველად არის საქართველოს ისტორიაში, რომ პირდაპირ წესით ირჩევს თბილისელები ირჩევენ მერს და მე მიხარია რომ მე ამაში გარკვეული წვლილი შევიტანე, იმიტომ რომ გახსოვთ იყო გარკვეული წინააღმდეგობა. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული მომენტი იმისათვის რომ ჩვენ კიდე მეტი შევძლოთ რომ თბილისელებს დასაქმება მოუტანოთ. სხვა შემთხვევაში არანაირი აზრი არ ექნება არც ჩემ მონაწილეობას და არც არანაირ სხვა რამეს ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ, იმიტომ რომ ისევე მეუბნებ არჩევნებმა ჩვენ უნდა მოგვიტანოს სამუშაო და უკეთესი ცხოვრება და არა პოლიტიკური კინკლაობა. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა, როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე. ჩვენ ვიხილეთ თქვენი საარჩევნო კამპანია და ეხაც გრძელდება, რომელსაც ასე ქვია 24 საათიანი სამუშაო დღე თუ არ ვცდები. ჩემი პირადი შეფასება ისეთია, რომ ნამდვილად დასამახსოვრებელი საარჩევნო კამპანიაა, თუმცა თქვენს კამპანიას მოყვა ბევრი ასთა სხვადასხვაობა. გიგი უგულავა თონეში, ბანკში, საამქროში, მშენებლობაზე, მებაღეთ და ასე შემდეგ. რისი დემონსტრირება გინდათ, რისი თქმა გსურდათ ამ თქვენი კამპანიით? ერთადერთი, რაზეც მე მინდა ჩემი კამპანიაში გავუსვა ხაზი, ის არის რომ ჩემი კამპანია არის დასაქმებაზე, ეხება უმუშევრობას და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას. და ამის ხაზგასასმელად და იმისათვის რომ მე ახალი, იმიტომ რომ თვითონ წინასაარჩევნო კამპანია, როგორც თქვენ თვითონ აღნიშნეთ, როდესაც ხარ მოქმედი თანამდებობის პირი, კამპანია არის 1 თვე და როდესაც 5 წელი ხარ მერი, შენი მოქმედება და შენი ესე ვთქვათ საქმიანობა 1 თვით არასდროს არ შეფასდება. ეს უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ჩემთვის კამპანია არის დამატებითი შესაძლებლობა. შევხვდე, გადავაფასო ბევრი რაღაცა, შევხვდე უამრავ ადამიანს. შევხვდე სხვადასხვა პროფესიების ადამიანებს, იქნება ეს პურის მცხოვრები, იქნებიან ეს ბანკის თანამშრომლები, იქნებიან ეს ლაბორატორიის თანამშრომლები, იქნებიან ეს მშენებლები თუ ნებისმიერი სხვა, იმიტომ რომ დასაქმებულ ადამიანისგან შენ მოისმენ იმ პრობლემას, რაც აუცილებელია და დაგეხმარება იმისათვის, რომ დაუსაქმებელ ადამიანს შეუწყო ხელი დასაქმებაში. მე ხაზგასმით ხვდები იმ პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთა სამუშაო ადგილიც არის კერძო სფეროში შექმნილი. მე ხაზგასმით არ ხვდები იმ სამსახურებს, სახელმწიფო სამსახურებს, არა იმიტომ რომ შეიძლება თქვან რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არა მარტო ამიტომ, არამედ იმისთვის რომ მიმაჩნია რომ პირველ რიგში კერძო სფეროში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ჩვენი სხვადასხვა პროგრამებით იქნება საქმიანობით, ძალისხმევით უნდა ამას შევუწყოთ ხელი. პირველი სამუშაო, რომელიც მე შევასრულე, იყო ნაძალადევის რაიონში, პატარა პურის საცხობია, რომელიც ქეთევან სონღულაშვილს ეკუთვნის. მე რამდენად გამოვდგები პურის ცხობელად, ეს არ ამგონი რომ
ეს საზოგადოებრივ შეაფასოს, მე არც მაქვს ამაზე პრეტენზია, იმიტომ რომ მე პურემ უნდა გამოაცხოს, მაგრამ ნამდვილად ყოველთვის მე მახსოვრება ის ფრაზა, რომელიც მან ქალბატონმა მითხრა, რომ მან შეძლო ამ საცხობის განვითარება, გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღო და გაიმარჯვა, იმიტომ რომ სწორი და კარგად აწყობილი წინადადება წარმოადგინა იმ პროგრამაში, რასაც ქვია დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის მხარდაჭერით. შეძლო დაბალპროცენტიანი კრედიტის მიღება და დღეს ის ამუშავებს დაახლოებით 10 ადამიანს, ანუ 10 ადამიანი გადარჩა სწორედ ამ პროგრამით. სამუშაო ადგილები ესე ნელ-ნელა იქმნება, ძალიან რთულია, იმიტომ რომ შესავითა უნდა ზრდა, კულტივაცია ჭირდება საკმაოდ დიდი თანხა და შეიძლება უცბად ერთი ხელის მოსვლით მოისწოთ. ამიტომ ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი. იგივე მე არაერთგზის აღვნიშნე, იმიტომ რომ პრაქტიკულად როდესაც მე არ ვარ სპეციალისტი საგადასახადო საქმეში, მაგრამ მქონდა შეხვედრა ერთ მოქალაქესთან ქალბატონთან, რომელმაც მომიტანა თავისი, ესე ვთქვათ, ნაღვაწი, რომელიც ძალიან აკურატულად ჰქონდა ჩაკიწყებული რვეულში და მითხრა, რომ ის ნამცხვრის ფირფიტებს აცხობს სახლში და შემდეგ მაღაზიაში ჩააქვს და ამით ირჩენს თავს და ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი ზოგი ქსოვს და შემდეგ ყიდის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ესეთ რთულ ყოფაში, როდესაც ადამიანს სამუშაო არ აქვს, ყველა სამსახური, ყველა თვითდასაქმება, რაც პატიო საშრომას ეფუძნება, არის მისასალმებელი და აუცილებელი და ჩვენი ამოცანაც სწორედ ესა, რომ ადამიანს მივცეთ თავისუფალი მუშაობის საშუალება. ამ ადამიანს ახლა პრობლემა შეექმნა რაში, რომ საგადასახადო თხოვს რაღაც დოკუმენტაციას მაღაზიას, შესაბამისად მაღაზია თხოვს ამ ქალს რანაირად შეიძლება ხა სახლში საკუთარ სამზარეულოში ნამცხვრის ფირფიტებს რო აცხობს, ვერანაირ დოკუმენტაცია ბუნებრივი ვერ იქნება, ხა მისი მთელი წლიური ბრუნვა შეიძლება იყოს 7000 ლარი, მეტი არა. შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენი კანონმდებლობით ხელს უშლით ადამიანს არსებობაში. ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამას ნიშნავს პირველ რიგში, რომ ჩვენ ხელი უნდა კანონმდებლობა უნდა დაიხოცოს გარკვეულწილად, რომ აი ესეთ ძალიან მცირე მეწარმეებს მიეცათ იმაში, სწორედ ამას ნიშნავს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თავში მოიცავს ერთ რამეს, რომ რაღაცა გაკეთდა. ჩვენი საგადასახადო სისტემა ბევრად ლიბერალურია, ვიდრე საგადასახადო განაკვეთები იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მაგრამ სანამ ამ ქალბატონს ჩვენ ხელს შეუშლით ნამცხვრის ფირფიტის გამოცხობაში, მანამდე ბუნებრივია ეს არ იქნება სრულყოფილი და მანამდე იქნება კიდევ შესაძლებელი და სწორედ ეს არის გასაკეთებელი და ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ აქ მე ვგულისხმობ გამარტივებას, იმიტომ რომ ჩვენ ერთი უკიდურესობიდან, ერთი უსამართლობიდან მეორე უსამართლობაში არ უნდა გადავიჭეხოთ. კერძოდ, როდესაც ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ ფიქსირებულ გადასახადზე. შეიძლება ეს კარგად ჟღერდეს, მაგრამ მარტივ მაგალითს გეტყვით. ავიღოთ ორი პურის საცხობი. ერთმა გაყიდა 5 პური, მეორემ გაყიდა 25 პური. ფიქსირებული ნიშნავს, რომ ორივეს ერთ და იგივე გადაახტევინო, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მცირეს, რომელმაც 5 გაყიდა, მოიქცე უსამართლოდ. კანონი არ უნდა იყოს უსამართლო, არც და პირველ რიგში ყველაზე მცირეს ინტერესებს უნდა იცავდეს. და კარგია, რომ ფინანსის სამინისტრო უკვე მუშაობს ამაზე, ჩვენც ჩართულები ვართ, ასევე მცირე მეწარმეთა ასოციაცია ჩართულია. რომ ჩვენ გავამარტივოთ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან არის ხელის არ შეშლა. ხელის არ შეშლა ცუდი კანონით, ხელის არ შეშლა ცუდი ბიუროკრატიით, ცუდი ადმინისტრირებით, რა თქმა უნდა კორუფციით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტანჯვენი პრობლემა იყო, რომელიც სისტემურ დონეზე, მადლობა ღმერთს არის აღმოფხვრილი, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის ის საკითხი, რომელიც მუდმივად მკაცრ მონიტორინგს საჭიროებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ შეუქცევადი არ არის ეს პროცესი, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ემსახურება და ქმნის ძალიან დიდ რეზერვს დასაქმებისთვის, იმიტომ რომ დღეს ბუღალტერია როგორია ამ ადამიანს და მაქტიკონს სიტყვაზე ან ჯეოსას ან დიდ კომპანიებს, რომელსაც მთელი ჯარი შეიძლება ბუღალტრების ყავდეს, ერთი და იგივე საბუღალტრო მოთხოვნები აქვს. ბუნებრივია, ამ ადამიანს პური უნდა გამოაცხადოს და კარგი უნდა იყოს, რომ კარგად გაყიდოს ეს პური. ბუღალტერიას ვერც ისწავლის და არც არის ვალდებული, ამიტომ მარტივი, რაც შეიძლება გასაგები და შესაბამისად რაც შეიძლება სამართლიანი უნდა. თავარ აქცენტს აკეთებ დასაქმებაზე, არა მარტო დღეს, არამედ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. თუ შეიძლება რომ გითხრათ, რა გააკეთეთ ამ განვლილი 5 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ თბილისელებს შეექმნოდათ სამუშაო პირობები, ან როგორ აპირებთ, რომ ახალი სამუშაო ადგილები კიდევ შეიქმნას? პირველ რიგში ყველაფერი ის, რაზეც შეგვიძლია თქვათ, რომ რაც თავში მოიცავს იმას, რომ თბილისი უკეთესია ენერგომომარაგებით, უკეთესია ინფრასტრუქტურით, უკეთესია უსაფრთხოებით და ეს ყველაფერი საფუძველია დასაქმებისთვის. იმიტომ რომ ისე ვიმეორებ,
სადაც სისტემა არის კორუფციული, სადაც განუკითხაობაა და ყველა მარეგულირებელი ფულს აცლის წყვილ თუ წვრილ მეწარმეს სულ ერთია, სადაც პოლიცია ისეთია, რომელიც ორ-ორ და გვახსოვს ადამიანი ბაზრიდან, რაიონიდან საქონელს ვერ ჩამოიტან და ბაზარში ერთი 8-ჯერ პოლიცია გააჩერებდა და ორ-ორ ართმევდა. სანამ ესეთი სიტუაცია, სანამ ტრანსპორტი არ მუშაობს რეგულარულად, სანამ იმის შიშია რომ მანქანას დააყენებდა ან მანქანას თვითონ მოგპარავენ ან ის რომელიმე ნაწილს, ეს ყველაფერი ერთიანობაში ეს არის ჩაბნელებული, გაუსაძლისი, სადაც ყველა პარკში, ყველა სკვერში, სადაც ბავშვს ვერ გაასეირნებ, ეს ყველაფერი ერთიანობაში. ეს არის ჩვენი სამწუხარო წარსული, არც თუ ისე შორეული წარსული. ასეთ ვითარებაში სამუშაო ადგილი ვერ შეიქმნება. ვერ შეიქმნება მეტიც, ასეთ ვითარებაში სამუშაო ადგილები მხოლოდ მცირდება. ამიტომ ვამბობთ, რომ კეთილმოწყობა არის კეთილდღეობის, ანუ დასაქმებისთვის აუცილებელი წინაპირობა. ამ თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა და მეთანხმებით ალბათ, რომ ბევრია გასაკეთებელი და პირველ რიგში მე რა თქმა უნდა არ მაქვს იმის არანაირი საფუძველი, რომ ვიყო კმაყოფილი მარტივად იმიტომ, რომ უმუშევრობის დონე, ისევე როგორც თქვა, ყოველი მესამე იყო უმუშევარი, დღეს შეიძლება თქვა, რომ ყოველი მეოთხე, მაგრამ ეს იმდენად მაღალი ციფრია. იმდენად მაღალი ციფრია, რომ არავის თბილისში იქნება თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში არ გვაძლევს საფუძველს ოდნავ მაინც კმაყოფილების ტონში ვილაპარაკოთ, თუნდაც იმაზე, რაც ობიექტურად გაკეთდა. მაგრამ ისევ ვიმეორებ, დასაქმებისთვის აუცილებელია განვითარებული ინფრასტრუქტურა, დასაქმებისთვის აუცილებელია სტაბილურობა და სწორედ ეს არჩევნები ჩვენ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ და არა პირიქით, ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ თქვათ და გავაცნობიეროთ და ძალიან მიხარია, რომ ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ყველა კონკურენტი, ყველა ესე ვთქვათ, კანდიდატი ცდილობს, მათ შორის რადიკალური ოპოზიციიდანაც ცდილობენ რაიმე პოზიტიური თავისი ხედვა მიაწოდონ საზოგადოებას. თბილისელებს, ამორჩევლებს. ეს მართლაც პირველი შემთხვევა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, ყველა არჩევნები იყო რაღაცა განყენებულ სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა, სადაც ყველა კანდიდატი თავის სიკეთეს და მოპირდაპირ მხარეს ბოროტებას უწოდებდა. მაგრამ ეს არის ძალიან კონკრეტული არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ გავაცნობიეროთ, რომ თბილისის მერი არის 24 საათიანი სამუშაო, ისევ და ისევ თბილისელების დასაქმებისთვის, თუ ეს არის პლოცდარმი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური კინკლაობის და პოლიტიკური ბრძოლის. აი ეს არის ის, რაც განმასხვავებს მე ჩემი ძვირფასი კონკურენტებისაგან, აქვე ვადასტურე პატივისცემას იმის გამო სწორედ, რომ პირველი არჩევნებია, სადაც მეტნაკლებად მაინც გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს შევეძიბროთ იდეებით, შეხედულებებით, პოზიციებით და საბოლოო ჯამში თბილისელებმა გააკეთონ არჩევანი. ბატონო გიგი, თქვენ კონკურენტებს ძალიან ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ჯანდაცვის სფეროზე. დღეს ფაქტია, რომ თბილისელების ძალიან დიდ ნაწილს არ მიუწვდება ხელი სრულყოფილ ჯანდაცვის მომსახურებაზე. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრია სოციალური დაუცველი ფენა. ვინც არ არის სოციალურად დაუცველი, მათთვისაც ძალიან ძნელია იმ ძალიან მაღალი გადასახადების გადახდა, რაც დაუშვათ ჯანდაცვის მომსახურება ქვია. თუ გადადგავს თბილისის მერი, თქვენ თუ გაიმარჯვეთ იმ შემთხვევაში კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჯანდაცვის სფეროში რაღაც სიახლე გქონდეს და რაღაც შეღავათი გქონდეს თბილისელებს. ჯანდაცვისა და სოციალური სფერო მართლაც არის საზომი, როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მე ყოველთვის თვალწინ მიდგას, რაც არ უნდა კარგი გაკეთებული ხიდი იყოს თუ სახლი თუ შენობა თუ ნაგებობა თუ პარკი და სკვერი, ყოველთვის მენდეთ თვალწინ მიდგას ხოლმე უამრავი ადამიანი, რომელთა სახლებში მე ნამყოფი ვარ და სადაც გაუსაძლისი მდგომარეობა, მათ არ აქვს ელემენტარული შესაძლებლობა მკურნალობის და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პაკეტი უკვე არსებობს, სწორედ ეს ის სფერო, სადაც პირდაპირ და ისე ვამბობ, ყოველგვარი არჩევნების გარეშე ყოველთვის მიესადაგება ერთი მთავარი სიტყვა და ის არის, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მარტივ მიზეზის გამო არ არსებობს სრულყოფილი სოციალური პროგრამა, იმიტომ რომ რაც არ უნდა სრულყოფილი სოციალური პროგრამა შეიმუშაო, ყოველთვის ის იქნება უკმარი, იმიტომ რომ სოციალური პრობლემა არის ისეთი, რომელსაც ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებ ბოლომდე. ამიტომ არის და მარტივ რამეს ვიტყვი. იგივე ავიღოთ ტრანსპორტი მაგალითად, ხო? პენსიონერებისთვის არის ნახევარფასად, სოციალურად დაუცველებისთვის 10 თეთრია, მოწაფეები უფასოდ გზავრობენ, სტუდენტები ნახევარფასად გზავრობენ, პედაგოგები ნახევარფასად გზავრობენ. სოციალურად დაუცველთა სისტემა მას შემდეგ რაც ამუშავდა,
ანუ დაახლოებით თბილისში ყავს 220,000 სოციალურად დაუცველი, ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, მასზე ვრცელდება სხვადასხვა ტიპის სუბსიდია, დახმარება, ჯანდაცვის პოლისი, ასევე შეღავათები განათლებაზე. ჩვენ მერიას გვაქვს ეს პროგრამა საინტერესო ჩვენ ძალიან აქტიურად სარგებლობენ და მე ძალიან მიხარია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტებს ნახევარფას სასწავლებელს იხდის მერია. მაგრამ ეს ჩამონათვალმა შეიძლება წაგვიყვანოს შორს და თავარი დაგავიწყოს, რომ ეს არასდროს არ იქნება საკმარისი. ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა არის დასაქმება. დასაქმებული მეტი ადამიანი, მეტია უზრუნველყოფილი ოჯახი, შესაბამისად მეტია შესაძლებლობა პენსიების სწრაფად გაზრდის, შესაძლებლობა საავადმყოფოების და ჯანდაცვის დაფინანსების, შესაძლებლობა განათლების, უსაფრთხოების, კეთილმოწყობის ინფრასტრუქტურის დაფინანსების. ხერხემალი ყველაფრის არ არის, არც ცალკე აღებული მერია, არც მთავრობა, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი, არც საკრებულო. ერთადერთი ხერხემალი ყველაფრის არის დასაქმებული ადამიანი. ბევრია დასაქმებული ადამიანი, შესაძლებლობაც მეტია ყველაფერ ამის გაზრდის. ამიტომ ვამბობთ, რომ ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა არის დასაქმება. ხელი შეუწყოთ დასაქმებას პირველ რიგში და შესაბამისად ჩვენ გაგეხსნება ხელები და შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტი თანხები დაიხარჯოს იგივე საპენსიო უზრუნველყოფაზე და საბოლოო ჯამში ისე ვიმეორებ ამ დოულაც ქმნის დასაქმებული ადამიანი და ვერასდროს ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ სრულყოფილ სოციალურ პროგრამას, როგორც არის დასაქმება. ბატონო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლო პერიოდში თბილისში. მე გულისხმობ იმ ობიექტებს, რომლებიც გაიხსნა, თუნდაც აი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ყველაზე ბოლოსაც გაიხსნა ეს იყო ხიდი ახალი მტკვარზე. იგეგმება ახალი ჰაივეის გახსნა, რომელიც თბილისის ცენტრი უნდა გავტვირთოს. თუმცა ამ პროექტებს გამოუჩნდა ძალიან ბევრი ოპონენტიც. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის თბილისის იერსახის, ასე ვთქვათ, ცუდი მხარისკენ შეცვლა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროექტებს? პირველ რიგში მე ამ პროექტებამდე უფრო მნიშვნელოვან პროექტს ჩემის აზრით დავაფიქსირებდი, ეს არის პროგრამა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე. ეს არის პროგრამა, რომელიც პირველ რიგში სწორედ სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება. ეს არის პროგრამა, რომელთაც უკვე შეიქმნა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ეს არის პროგრამა, რომელთაც გაუსაძლის ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მყოფი ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადადის ახალ კომფორტულ საცხოვრებელ სახლში. ეს არის პროგრამა, რომელთაც დაკონსერვებული და ამ ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მშენებლობების შეჩერების განახლება მოხდა, შესაბამისად იქ დასაქმებულ ხალხს ეშველა და სამუშაო არ დაკარგეს და პირიქით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. ამიტომ ეს პროგრამა თავის თავში მოიცავს და ეს თავის თავში ეს პროგრამა არის ერთადერთი სწორი და გრძელვადიანი გასაღები იმ 10 და 100 წლეულებით დაგროვილი პრობლემების, რომლებიც ძველ თბილისში გვაქვს და მე რაცაც ვფიქრობ, არის ის, რომ ჩვენ ეს პროგრამა ეფექტურად უნდა გავავრცელოთ ასევე არა ძველი თბილისის, ანუ ადმინისტრაციული ერთეულის, არამედ თბილისის სხვა იმ უბნებზე, სადაც მსგავსი პრობლემა გვაქვს და ჩვენ ძალიან ბევრგან გვაქვს ამ ავარიული სახლების პრობლემა. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პროგრამა, რომელსაც მე გამოვყოფდი. რა თქმა უნდა, იქნება ხიდი, იქნება ეს გვირაბი, რომელიც ამ ხიდის ქვეშ არის და სულ რაღაც ერთ კვირაში ექსპლუატაციაში შევა. იქნება ეს ესტაკადა, რომელიც გმირთა მოედანს დააკავშირებს თამარაშვილის გამზირს. იქნება ასევე წელს დავიწყებთ დავით აღმაშენებლის ძეგლთან ასევე ერთი გვირაბი, რომელიც განტვირთავს მარშალ გელოვანის გამზირს, ასევე გორგასლის ხიდთან აბანოებთან იქაც სანაპიროზე ერთი გვირაბი, რომელიც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, რომელიც ასევე განტვირთავს მოძრაობას. ასევე იანვრიდან დაიწყება და ასევე მოზიდული გვაქვს ამისთვის თანხა დაკონსერვებული 80-იან წლებში დაკონსერვებული საუბარია თბილისის განვითარების ძელვადიან პერსპექტივაზე. დიახ, მეტროსადგურ უნივერსიტეტის გახსნაც ასევე, რომელსაც 2 წელი დაჭირდება რეკონსტრუქციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჟას კვარტლებისა და ნუცუბიძის ისევე როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სტუდენტებისთვის, რომლებიც მაღლივ კორპუსში დადიან. ასე რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან ბევრია და მნიშვნელოვანია, მათ
მათ შორის ასევე ერთ-ერთი საუკუნის პროექტად იქნა წოდებული, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 58 წლის გენერალური განვითარების გეგმაში და შემდეგ 76 წლის გენერალური განვითარების გეგმაშიც იყო, ისევე როგორც ჩვენს მიერ შარშან მიღებულში, რომ რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვა უნდა გავიდეს ქალაქიდან, საბაზო სადგურები დაარჩება ნავთლუხი აღმოსავლეთის მიმართულებით და დიდუბე დასავლეთის მიმართულებით და მთელი ეს გამოთავისუფლებული ტერიტორია, რომელიც არ აძლევდა მარცხენა სანაპირეს სრულფასოვანი ინტეგრაციას ქალაქის ცხოვრებაში. ამაზე თუ არ ვცდები, უკვე გამარჯვებული კომპანიაც არის ტენდერში, რომელიც არის და ეს სამუშაოები დაიწყება 3 წელი ჭირდება გადატანას, მაგრამ რაც თავარია ერთი ამ ყველა პროექტს ეს არ არის მარტო პროექტები, რომელიც თბილისელებს ჭირდება კომფორტისთვის, უკეთესი გადაადგილებისთვის. აქ ყველგან მუშაობენ ინჟინერები იქნებიან, ზედამხედველები იქნებიან, უბრალო მუშაკები იქნებიან, მხაზავი იქნება, არქიტექტორი იქნება თუ სხვა უამრავი თბილისელი და უამრავი ქართველი ადამიანი საქმდება, რაც თავარია ჩვენ ამ უნარჩვევებს ვიღებთ, რაც აუცილებელია დღევანდელ ამ კონკურენტულ ბაზარზე, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ, რომ ეს მარტო რაღაც ერთი მიმართულებით მარტო მშენებლობა ვითარდება და მარტო სამშენებლო სფეროში იქნება. სამშენებლო სფეროს უამრავი სხვა სფერო ახლავს გვერდით სამუშაო ადგილებისთვის. ამიტომ როდესაც ვლაპარაკობთ ამ პროგრამაზე, მე ეს ჩამოთვალე ყველა ის გეგმა, რომლის დაფინანსება უკვე მოზიდულია. ხოლო პროგრამა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, მისი პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და ხალხი უკვე დასაქმებულია ამით და ეს პროგრამა რამდენიმე ოჯახმა უკვე მიიღო საცხოვრებელი სახლი. ანუ ეს არ არის დაპირება. როდესაც ჩვენ არჩევნებზე ვსაუბრობთ, მე პატივცემ ყველა ჩემი ოპონენტის დაპირებას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემი ხედვა ეფუძნება იმ კონკრეტულ საქმეებს, რომელიც უკვე კეთდება და არა მხოლოდ დაპირებას, რომლის შესრულებადობა ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი კითხვის გასაგებია. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ძალიან დიდ პროექტებზე, რომელიც უკვე გაკეთდა და რომელიც გაკეთებაზე გეგმავთ გამარჯვების შემთხვევაში. თბილისში შეიცვალა, საგრძნობლად შეიცვალა, ამაზე ალბათ ბევრი არ კამათობს. ამ 5 წლიანი მუშაობის პერიოდში რა იყო თქვენი მთავარი წარმატება და მთავარი მარცხი? წარმატებას მე პირდაპირ გეტყვით არ მინდა წარმატებაზე საუბარი, იმიტომ რომ როდესაც წარმატებლობა და წარმატებულობას ვიტყვი არის ძალიან მაღალი უმუშევრობა ქალაქში, მე ვერ ვიტყვი და ხაზგასმით არ მინდა საუბარი წარმატებაზე. თუმცა წარმატებაზე როცა არის საუბარი, გეამაყებათ. მე თავს ამაყად ჩავთვლი, როდესაც 10%-ით მაინც შევამცირებთ უმუშევრობას. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში თბილისელებმა უნდა განსაზღვროთ. ის რომ თბილისი უკეთესია, ვიდრე 5 წლის წინ იყო, უკეთესია ტრანსპორტით, გზებით, კეთილმოწყობით, მოედნებით, სკოლით, უსაფრთხოებით, ტრანსპორტით და სუფთავებით, ეს ყველაფერი ერთობაში არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი მიღწევა და ამაში ჩემი როლი შეიძლება არის, მაგრამ მე ვთვლი, რომ პირველ რიგში თუნდაც ავიღოთ დასუფთავება. აქ არ არის მხოლოდ ჩემი ან ტარიელ ხიზანეიშვილის როლი, რომელიც არის ამ სამსახურის ხელმძღვანელი დღეს საკრებულოში იყრისკენს. არა, ეს არის იმ 3000 ადამიანის დამსახურება, რომელიც დილის 6 საათიდან შრომობს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს არის თბილისელების დამსახურება, იმიტომ რომ როდესაც თბილისელებმა დავინახეთ, რომ ვიღაცა ხალხი, რომელსაც აწერია გულზე ვარ, ჩემი ქალაქის მეეზოვე, დილიდან ასუფთავებს ქალაქს, უფრო ნაკლები ადამიანი ყრის ქუჩაში ნაგავს. უფრო ნაკლები ადამიანი სხვათა შორის ისვრის ფანჯრიდან, ესეთი მოვლენებიც იყო საყოფაცხოვრებელ ნარჩენებს. ამიტომ ამბობ, რომ ეს ერთობლივი პროცესია. ეს არის ერთობლივი პროცესი და აქ ესე ვთქვათ, უკანანი წინ არიან თუ წინანი უკან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ეს მივახციეთ, მაგრამ ისევე მეორე სანამ უმუშევრობა ასეთი ტანჯველი პრობლემაა ძალიან ბევრი თბილისელის. მე უხერხულადაც ვთვლი ვისაუბრო წარმატებაზე და ამიტომ ვიტყვი, რომ თავარი დღეს ამოცანა არის ის, რომ შევამციროთ თბილისში უმუშევრობა და ამით ეშველება და გაუმჯობესდება ყველა ის წარუმატებლობაც, რომ რა თქმა უნდა, თუ წარუმატებლობაზე საუბრობთ, მე მხოლოდ და მხოლოდ ერთს დავასახელებ და ეს არის უმუშევრობა, მაგრამ ისევ მეკენს ვიყრი იმისთვის, იმიტომ რომ და იმ განცდით, რომ აქვს გასაკეთებელი კიდევ ბევრი და ის რაც ერთობლივად ჩვენ თბილისში გავაკეთეთ, არის საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, რომ მაშინ სხვანაირად დაგესვათ ეს შეკითხვა. 5 წლის განმავლობაში, ბატონო გიგი, რა შეიცვალა რიგითი თბილისელისათვის, რიგითი თბილისელის ცხოვრებაში? თქვენ სხვა რიგითი თბილისელი ხართ, დამსწრეში არ და არა როგორც ქალაქის მერს ეკითხებთ. მე თბილისში დაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე. პირველი სკოლა დავამთავრე, შემდეგ სწავლობდი უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე
ასე რომ მე ზუსტად იგივე ბიოგრაფია მაქვს, რაც თქვენ და უამრავ სხვა თბილისელს. ასე რომ ყველა თბილისელისთვის თბილისი და ისევ დაუბრუნდები ფრაზას, რომ რომელსაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა, მე მიყვარს თბილისი, ეს არ არის ლიტონის სიტყვები, ყველა თბილისელს უყვარს თბილისი და შესაბამისად ყველა თბილისელისთვის რაღაცა თავის მაგვარი და თავისი გადმოსახედიდან შეიცვალა. იმისთვის, ვისაც უყვარს ძველი თბილისი, იმისთვის ძველი თბილისი განვითარდა, გალამაზდა, კალაუბანი დღეს შესანიშნავად თავარი ეს არ არის მხოლოდ ფასადები, ეს არის გამაგრებული, გარესტავრირებული და დღეს ის ბევრად უფრო მიმზიდველია თბილისელისთვის, ისევე როგორც ტურისტისთვის. მშობლებისთვის, ვისთვისაც ბავშვების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ნორმალურ გარემოში გაიზარდონ, იმისთვის რა თქმა უნდა თითოეული ეზოს კეთილმოწყობა არის ის ცვლილება, რომელიც აძლევს მას უშფოთველად იყოს იფუსფუსოს სამზარეულოში და აქვე იცოდეს, რომ ბავშვი სტადიონზე თამაშობს. ის ვისაც მანქანა არ ყავს, იმისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახსოვს 5 წლის წინ საერთოდ ავტობუსის ცნება არ არსებობდა, გაჩნდა და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, ისევე როგორც ბევრად უფრო კომფორტულია დღეს მეტროპოლიტენი ტრანსპორტის მგზავრობის შესაძლებლობა. პენსიონერისთვის მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სასურველზე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რიგში მაინც დგომა არ უწევს და ეს 14 ლარიანი წლობით დაგვიანება არ ხდება და დღეს უკვე ჩვენი სახსრებით შევძელით ისევე როგორც იქ წამლის ვაუჩერი იქნება თუ სხვადასხვა შეღავათი ცოტათი მაინც შევძელით და გავზარდეთ პენსიონერებს, მაგრამ აქვე ხას უსავ ეს ჯერ კიდევ წვეთის ზღვაში გასაკეთებელი. ამიტომ ყველა ადამიანისთვის, იმ ადამიანებისთვის ბევრი ადამიანი მხვდება მე, რომელმაც ისარგებლა ჯანდაცვის პოლისით და შესაბამისად მადლიერია ამითი, მაგრამ უფრო ბევრი მხვდება და ყველაზე მტანჯველი ჩემთვისაც ისე როგორც თითოეული ამ ადამიანისთვის რა თქმა უნდა არის უმუშევრობა და ამიტომ უმუშევარი ადამიანისთვის, ვისაც სამსახური არ აქვს, ან სამსახური დაკარგა, მისთვის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ყველა ჩამონათვალი არაფერია, იმიტომ რომ უმუშევრობა თავისი არსით არის ერთი მხრივ ყველაზე საზოგადოებრივი პრობლემა. უკლებლივ თბილისის ყველა უბანში, მეტნაკლების იმწვავთ, მაგრამ უკლებლივ ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე, ყველა სახლში, ყველა ოჯახში, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ძალიან ინდივიდუალური პრობლემა. იმიტომ რომ თუ ადამიანს რომელსაც სამსახური უნდა ეძებს და ვერ პოულობს, მის გარშემო სულ ყველა რომს დასაქმდეს, მისთვის არაფერი არ იცვლება. ამ თვალსაზრისით ის ყველაზე უფრო პრივატული, ყველაზე უფრო სანუკვარი, ყველაზე უფრო ინდივიდუალურია. ამიტომ არის მისი გაზომვა ძალიან ძნელი. ამიტომ არის ამ სფეროში წარმატებაზე საუბარი შეუძლებელი, მაგრამ თუ ჩვენ რეალურად გვინდა პრობლემების მოგვარება, სწორედ ამ თითქოს და შეუძლებელი პრობლემას უნდა შევეჭიდოთ. სხვა შემთხვევაში, ისევე როგორც მე, ასევე ყველა თბილისას ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ შევძველით ჩვენ ახლა ამდენი გზის დაგება, 2 წელიც გვინდა რომ მთლიანად ყველა შიდა საკურპუსო ეზოებში და პატარ-პატარა გზებით დავაგოთ. დაახლოებით წელიწადნახევარი 2 წელია საჭირო იმისთვის, რომ მთლიანად მოიხსნას წყლის გრაფიკი. და ასე შემდეგ იქ ჩვენ გვაქვს ასევე გეგმები, რომ თანამედროვე ნარჩენების მართვის სისტემაზე გადავიდეთ და ტრანსპორტი კიდევ უფრო მეტად ზუსტი გახდეს, გავლადი გახდეს ეს საცობებთან ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გავაკეთეთ, რაც ქალაქის ცენტრალური მაგისტრალები ბევრად გავლადი გახდა, მაგრამ საფუძველ ჯამში ისე ვიმეორებ, ეს ყველაფერი გარეთ ხდება და ადამიანს შიგნით, ფანჯრებს შიგნით უნდა, იმიტომ რომ გარეთ როდესაც გადაიხედავს ყველაფერი თუ იცვლება და ვითარდება და შენ ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება, ის პირიქით გაღიზიანებს იმის უცხოვდები. ამიტომ არის სამუშაო ყველაზე მეტად სამუკვარისა. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დაგვრჩა და მე გთხოვთ ბოლო შეკითხვა ეს და მოკლე პასუხი გავცეთ. თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ გამარჯვება უნდათ, იმიტომ რომ თბილისის მერია და საკრებულო უნდა გადაიქცეს პოლიტიკურ ცენტრად და პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრად. თქვენ აცხადებთ, რომ მერია უნდა გადაიქცეს თბილისელების დასაქმების ცენტრად. რა არის თქვენთვის მერობა? ძალიან ბევრი თვლის, რომ მერობა ეს არის პოლიტიკური ტრამპლინი და მერობიდან პრეზიდენტობამდე ძალიან ცოტა გზა არის. მე ერთი რამ ვიცი და საკუთარი 5 წლიანი გამოცდილებიდან, რომ მერობა არის 24 საათიანი, ძალიან დაძაბული, საპასუხისმგებლო საქმე და თუ შენ მთელი სერიოზულობით ეკიდები ამ საქმეს, ეს არანაირი არც ტრამპლინი არ არის, არც პოლიტიკური კინკლაობისთვის, არც პოლიტიკური ბრძოლისთვის არანაირი დრო არ დაგრჩება. და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ამ არჩევნებმა უნდა მოგვიტანოს ის, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მეტად გაამყაროს ამ არჩევნებმა ის, რომ მერია, ისევე როგორც მუნიციპალიტეტი
არის არაპოლიტიკური ორგანო, არამედ ორგანო, რომელიც ემსახურება თბილისელებს და სწრაფად ორიენტირებულია სწრაფად მოაგვაროს პრობლემები. როდესაც მილია გახეთქილი, მას არ ჭირდება მსჯელობა და რაღაც თეორიული განაზრებები, იმასთან დაკავშირებით მას ჭირდება სწრაფი მოქმედება, როდესაც სახურავია გადახდილი, იმას ჭირდება სწრაფი მოქმედება და არა პოლიტიკური დისკუსიები სხვადასხვა განყენებულ თემებზე. ამიტომ ამბობთ, რომ ჩვენ ჩემთვის დასაქმების ცენტრი იქნება, ვინც თulis რომ პოლიტიკური ბრძოლის ცენტრი უნდა გახდეს, მე ვამბობ პირიქით, რომ ეს იქნება დასაქმების ცენტრი. მე დარწმუნებული ვარ და თითოეული მუნიციპალიტეტის მთავარი ფუნქცია, როგორც დღეს გარდა იმ სხვა ყოფითი საკითხებისა, რასაც მუნიციპალიტეტებს ავალია, იქ არის 6 საათის მერე გახსნილი ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო კურსები და ძალიან ბევრი თბილისელი სარგებლობს ამით. მე არ ვამბობ, რომ ეს 100%-იანი დასაქმების შესაძლებლობაა, მაგრამ ეს არის კარგი შანსი მიიღო დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე, შრომის კონკურენტულ და მწირ ბაზარზე მიიღო შესაძლებლობა ის უნარჩვევები, რაც დღეს აუცილებელია სამუშაო საძებნელად. კიდევ უფრო მეტად აქტიური უნდა გახდეს ამ მიმართულებით და სწორედ ეს არის, როდესაც ვამბობ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მენდეთ თუ ამას ყველაფერს გულით აკეთებ, არც ტრამპლინისთვის ცალია ადამიანს, არც სხვა თანამდებობაზე ფიქრისთვის ცალია და არც პოლიტიკური კინკლაობისთვის, რაც არ შედის თბილისელების ინტერესებში. პოლიტიკისთვის არის პარლამენტი, პოლიტიკისთვის არის პოლიტიკური დებატები, ნებისმიერ პოლიტიკური სივრცე. ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში პოლიტიკური და არაპოლიტიკური სივრცე. გზა, რომელიც იგება, არის ყველასთვის. იქ ჩემი მომხრეც გაივლის, ძიძიგურის მომხრეც გაივლის, გაჩეჩილაძის და შალვა ნათელაშვილის მომხრე. კორპუსში, როდესაც ცხოვრობს, ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს, ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი ცხოვრობს. სახურავი ერთად ჭირდება. ისინი თანამეზობლობა, ამხანაგობა, მეზობელ-კეთილ მეზობლობისთვის არის შექმნილი და არაპოლიტიკური კინკლაობისთვის. ამიტომ ყველა ის სიკეთე, რომელიც კეთდება ყველასთვის და არა რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის. ჩემი ამოცანა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება გამიხარდება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დამიჭიროს მხარი, იმიტომ რომ მხარს დაუჭერს იმას, იმ კურსს, რომელსაც ჩვენ აქამდე ვეწეოდით და მხარს დაუჭერს, რომ თბილისის მერია იყოს 24 საათიანი სამუშაო ისევ და ისევ თბილისელების დასასაქმებლად. მაგრამ მეორეს მხრივ, ყველა ინფრასტრუქტურა, ყველა სიახლე, რა თქმა უნდა, ყველა თბილისელისთვის ერთნაირად ვრცელდება და ამ თვალსაზრისით მე ვაპირებ ვიყო და ვარ კიდეც ყველას მერი და არა რომელიმე კონკრეტული მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გიგი, გულავა გახდა ჩვენი სტუმარი, ჩვენ პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენი სტუმრები იქნებიან ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პროფესორი სერგო რატიანი და მართლმადიდებლური მოძრაობიდან ნანა დევდარიანი. დროებით. ციგნის გამოატეხილი სკანდალი, აქციები უნივერსიტეტთან და ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ ეთერში. რას აპროტესტებენ და რას იცავენ დაპირისპირებული მხარეები. ვის მიერ არ ვიცი. საქართველოში პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ультрамემარჯვენე მოფაშისტო შავრაზმული ორგანიზაცია. რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა თუ ლიბერალური ღირებულებების ხელყოფა. რა მიზნით შეიქმნა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა? ჩვენ ვაშენებთ ძლევამოსილ საქართველოს. იმ ფარგლებში, რაც ქონდა დავით აღმაშენებელს. ვინც როგორ უნდა ისე გაიგოს. საქართველოში გაჩნდა ტერორისტული ორგანიზაცია. რას და ვისგან იცავენ მოძრაობის წევრები, რატომ გაიქცა მათი ლიდერი ცხინვალში და როგორ აფასებენ ილიას უნივერსიტეტში მათ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. დებატები არჩევანში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი და მართლმადიდებლური მოძრაობიდან ნანა დევდარიანი ერთმანეთის პირისპირ. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი სერგო რატიანი და მართლმადიდებლური მოძრაობიდან ნანა დევდარიანი. საღამოშტების ქალბატონო ნანა, ბატონო სერგო, დიდი მადლობა რომ მოგწაინდით გადაცემაში. ქალბატონო ნანა, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება. მას შემდეგ რაც მალხაზ გულაშვილი თბილისთან გაიქცა, თქვენ შორის დაპირისპირება თითქოს ჩენელდა. ეს უბრალოდ დამთხევაა თუ სწორედ მოძრაობის ლიდერი იყო ურთიერთობების ასეთი ფორმის მომხრე? ჩვენ შორის ეს გულისხმობთ. საპროტესტო აქციები აღარ იმართება ილიას უნივერსიტეტთან. ამას გულისხმობთ, გასაგებია. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია. პირადად ჩემი აზრით სრულად უსამართლოდ, იმიტომ რომ მათ შორის 4 დანამდვილებით ვიცი, ვინც ვიცი და ვისაც ვიცნობ, ვისაც ხელი არ გაუნձრევია და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. სამაგეროდ არ არიან დაპატიმრებული ადამიანები, ვინც მონაწილეობდა აქტიურად და დადგენილიც არ არიან ისინი. რამდენადაც მე ვიცი, დაზარალებულმა არც ერთი მათგანი ვერ ამოიცნო. დაზარალებულს ვის გულისხმობთ? ამ შემთხვევაში ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელს და ალბათ არიან სხვებიც. მე ზუსტად არ ვიცი ეს ამბები, ხლა ვინ მონაწილეობდა ამ პროცედურებში, მაგრამ ამოცნობელი არც ერთი არ არის.
და თანაც საერთოდ უცნაური სურათი იხატება, იმიტომ რომ ხა მე არასოდეს ძალადობის მომხრე არ ყოფილვარ და ვერც მომავალში ვერასოდეს ვერ ვიქნები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სტუდიიდან გასულ ბექამინდიაშვილს და ხატიაშვილს თუ არ ვცდები, ხო? მე მგონი არავინ ხელით არ შეხებია. ხოლო ივარაუდეთ, თუ იქ შეიკრიბა ჩვენი მოძრაობის წევრები და ისეთი გავეშებულები და გამწარებულები იყვნენ, რომ ვიღაცას ცემა უნდათ, ალბათ ყველაზე დაპირისპირებული ვინც იყო, მათთან მისკენ გაიწევდნენ, ხო? და ამის მაგივრად გამოვიდა, რომ ეს მართლმადიდებლები, ბნელები, აგრესიულები, კრიმინალები გაიყვნენ ორად და დახოცა ერთმანეთთან. ჩვენ ნახეთ კადრები, სადაც თუ ხალხი დაესხილიანებული იყო, იგივე დავით აქუბარდია, მათ კონკრეტულ ადამიანებმა მიაყენეს შეურაცხყოფა და დიახ, რა თქმა უნდა და მე ძალიან მაინტერესებს ვინ არიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ მეც იქ ვიყავი ხომ და უყურებდი, ესე იგი მაგალითად ლევან ჩაჩუა, რომელიც იქ იჯდა და რომლის აზრებით შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელია, ხო? ის არ მონაწილეობდა ჯგუფში, ის შეიძლება ვიღაცას ესაუბრებოდა, რაღაცას უმტკიცებდა, მაგრამ ხელი არ გაუქნევია. ასევე შოთა აფხაიძე და დანარჩენები. ამიტომ მე ახლა სულ ყოველთვის ასე ვთქვა, ხო ყოფილი სახალხო დამცველი ხარ. დიახ, და მე ძალიან ბევრი უკანონობა მაქვს ნანახი, მათ შორის უკანონო პატიმრების, უსამართლოს, სასამართლოს და სხვა ბევრი რაღაცაც. აი, რაც შეეხება იმას, რომ დაპირისპირება ნაკლებია, დაპირისპირება ნაკლებია, იმიტომ რომ იმდენად უსამართლოს აქციელია, ხა ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ აქვს პრივატიზებული საზოგადოების ერთ ნაწილს, ხო? გამოხატვის უფლება, თავისუფალი სიტყვის უფლება, სხვა ფუნდამენტური უფლებები თანაბრად ეკუთვნის სხვასაც. მე უბრალოდ გაოცებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ ლიბერალებს, ძალიან ხშირად არიან აბსოლუტურად შეუწყნარებლები სხვების მიმართ და ძალიან ხშირად ეს არიან მართლმადიდებლები, რომლებიც ხო ზოგიერთის აზრი შეიძლება თქვენთვის იყოს მიუღებელი. ზოგიერთი შეიძლება მე არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო ესენი მონათლო როგორც კრიმინალები, აგრესიულები, ფაშისტები, ასე დაიწყო ეს გადაცემა. პირდაპირ ასეთი ბრალდება. ბატონო სერგო, წიგნის პრეზენტაცია რომ გამორთული იყო რომელიმე სხვა დაწესებულებაში და არაული ილიას უნივერსიტეტში. როგორ ფიქრობთ, მოყვება თუ არა ასეთ რეზონანსი ამბობს? წიგნის პრეზენტაცია გაგიკვირდება და სხვაგანაც გაიმართა და იქ არაფერი არ მოყოლია. ეს პირველი, მეორე თავისთავად ეს წიგნის პრეზენტაციაზე ბევრი არის საუბარი, ეს არის უბრალოდ წიგნი ჩვენ გვაქვს ურთიერთობა დამოუკიდებელ გამომცემლობასთან, რომელიც არის პრესტიჟული გამომცემლობა, არსებობს წარმატებული პროექტები და წარუმატებლები, მაგრამ ბაკუ სულაკაურის გამომცემლობა არის ერთ-ერთი პრესტიჟული და საინტერესო გამომცემლობა საქართველოში. ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობა და მან გადაწყვიტა რაღაც წიგნის პრეზენტაცია ჩვენს უნივერსიტეტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის უნივერსიტეტის პრეზენტაცია როგორც ასეთი, ეს არის კონკრეტული ადამიანები შეიკრიბნენ და წაიკითხეს წიგნი. წიგნი არ არის ფაქტი გამოიყენეს თქვენ. ფაქტი გამოიყენეს ეგ ერთი, მეორეს ერთი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ წიგს არ აქვს მხოლოდ ასე ვთქვათ ლიტერატურული ღირებულება, წიგს აქვს აგრეთვე სოციალური დანიშნულება, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ის ავლენს გარკვეულ პრობლემებს, რომელიც არის საზოგადოებაში, რომელიც აქვს კერძო პირს. და თავისთავად ამაზე გარკვეულწილად შეიძლება გამოხატოს ვიღაცამ განსხვავებული აზრი, მაგრამ ის რომ მოახდინოს ტერორი უნივერსიტეტზე, მოახდინოს ტერორი კერძოზე, ჩვენ ვაკმარგოთ დღეს ორ დაპირისპირებულ მხარესთან. არ არის ორი დაპირისპირებული მხარე, ორგანიზაციამ, რომელსაც მე ვუწოდებ ექსტრემისტულს, მოახდინა ერთი კვირის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ბლიცკრიგი. მან ტერორი მოუწყო, პირდაპირ ტერორი მოუწყო, მუქარა და მორალური ტერორი. ტერორი არ ნიშნავს მხოლოდ რაღაც შახიდებს და რაღაც ქამრებს, რომელიც ფეთქდებიან, ეს ნიშნავს მორალურ ტერორს, ეს ნიშნავს დაშინებას და მან ამ ორგანიზაციამ დაშინება მოაწყო ერთი კვირის განმავლობაში კერძო პირზე, რომელსაც დაწერა ეს რაღაცა წიგნი, კარგი ცუდი არ აქვს ამას მნიშვნელობა. მან მოაწყო ტერორი გამომცემლობაზე, მან მოაწყო ტერორი უნივერსიტეტზე, მან მოაწყო ტერორი საზოგადოებრივ აზრზე, იმიტომ რომ ვიღაცაებმა გამოხატეს თავისი აზრი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ვიღაცაებმა გამოხატეს თავისი აზრი და მათზე იყო ფიზიკური და მორალური ტერორი. და მათ მოაწყვეს ტერორი, პირდაპირ დარბევა ტელევიზიის
და მათ მოაწყვეს ეს არ არის. გარკვეულწილად მე იქ ვიყავი, შეგვიძლია ვიყავით ჩვენ და დარბევის დროს არაფერი გადახევი და დაზიანებული არ არის ეს უბრალოდ წიგნის სამება. ბოლოს მათ მოაწყვეს გარკვეული უზურპაცია იმ აზრისა, რომელსაც ქვია ეკლესია. მათ მიიჩნიეს, რომ მათი აზრი არის წამყვანი და მათ უნდა გააკეთონ უზურპაცია ესე იგი ნებისმიერ სფეროში საზოგადოებრივი მოღვაწეობა. კაპიტანანა, თქვენ დროის გარკვეული პერიოდი ბრძანდებოდით საახალ დამცველი, ქვეყნის ომბუდსმენი, რომელსაც ოფიციალურად თქვენ მოვალეობაში შედიოდა ყველა კონფესიის ადამიანების უფლებების დაცვა. დღეს თქვენ გაწევრიანეთ ორგანიზაციაში, რომელიც ერთი კონკრეტული მას თქვია მართლმადიდებლური მოძრაობა. რატომ? კეთილი, მაინც მე დაუბრუნდები ბატონ სერგო ცოტა ზერელეთ შეეხო ამ საკითხს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი წიგნი გამოუშვა არანაკლებ პრესტიჟულმა გამომცემლობამ დიოგენემ და თუ დამითმობთ ფაქტს, მე სიამოვნებით იქ პრეზენტაციაში ჩავატარებ, იმიტომ რომ მე მახსოვს სულ ცოტა ხნის წინ დათო მაღრაძე არ შეუშვეს ილიას უნივერსიტეტში. ეს არის მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბატონ დავითთან. მაშინ ბატონმა დავითმა თქვა, რომ მას უნდა წიგნის პრეზენტაცია, სხვათა შორის, მოხდა უცნაური რამე, ჩვენ მას დაუვთნეს სწორედაც რომ წიგნის მაღაზია და ბატონმა დავითმა მაშინ თქვა, რომ მე მინდა უნივერსიტეტში მივმართო სტუდენტებს არა წიგნის მაღაზიაში, ის შესული იყო წიგნის მაღაზიაში, გამოვიდა და მათ უპირატესობა მიანიჭეს იმ კონკრეტულ მომენტში აუდიტორიას და შეეჭნეს შემდეგ შევიდნენ აუდიტორიაში. ამიტომ ეს არის უბრალოდ თქვენ არ გახსოვთ ეს ფაქტები, შეგიძლიათ დათო მაღრაძესთან გადაამოწმოთ კეთილი, მე ორ შაბათს მოგმართებ ჩემი წიგნის პრეზენტაციის დაგეგმვის საკითხსა და იმედია რომ უკან აღარ დაიხებთ, ხო? მაგრამ ესეც არ არის, რა თქმა უნდა, მთავარი. ჯერერთი არავინ უზურპაციას არ ახდენს იმისა, რომ ის არის რაღაცის გამომხატველი, კონკრეტულ ადამიანებს აქვთ თავიანთი შეხედულებები და მინდა შეგახსენოთ, რომ მარტო ერთი მიმართულების NGO-ებს არ აქვთ არსებობის უფლება. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მე პირადად ჩემი აზრის გარდა არავისას არ გამოვხატავ ხოლმე და ვერავის უზურპაციას აზრისას ვერ მოვახდენ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ აბსურდია, აზრის უზურპაცია დავიწყოთ აქედან. ტერმინები სწორად მართებულად გამოვიყენოთ. მაგრამ კიდევ უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი აქ არის სხვა რამ. უკანასკნელი წლების განმავლობაში, როგორღაც ძალადობრივად ხდება იმ ფასეულობათა დამკვიდრება, რომელთაც ბევრი ადამიანი მორწმუნე, არ ვიტყვი მართლმადიდებელი, მათ შორის იუდეველი, მუსლიმი და სხვა კონფესიების წარმომადგენლები აღიქვამენ როგორც მათ ღირებულებებზე თავდასხმას. ანუ გარკვეულ საკითხებზე საზოგადოებაში არის არაერთგვაროვანი აზრი. მე ვიმეორებ ეს მე უბრალოდ მართლმადიდებელი ვარ და ვერ შევიდოდი მუსლიმური ორგანიზაციის წევრად. თუმცა რატო ეს გამორიცხული? შეიძლება თუ მიმიწვევენ იქაც შევიდე. ისევე როგორც ჩვენი ორგანიზაცია ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც რელიგიური ფასეულობები არის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. სხვათა შორის იყო რამოდენიმე ადამიანი, არა მართლმადიდებელიც, ვინც ითხოვა ჩვენთან გაწევრიანება. ერთი სიტყვით მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ძალადობრივი მცდელობა, რომ ყველა გაალიბერალო, არავითარ უარყოფით სარდებ ახლა მე ამ სიტყვაში. უბრალოდ ყველა აქციო ლიბერალად, როცა არის სხვა პოლიტიკური მიმდინარეობებიც, არა? ეს არაფრით კარგით არ დამთავრდება. ლიბერალიზმი პირველ რიგში სწორედ ეს არის, რომ აიტანოთ სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ გვეუბნებით, თქვენ ვერ გვიტანთ. მეც გეტყვით ახლა, ჩემი პირადად ჩემი განსხვავება თავისუფლების ინსტიტუტის ზოგიერთ წარმომადგენლისგან, თუ ყველასგან არა. არის ის, რომ მე არც მაშინ მზულდა ისინი, როცა ისინი ოპოზიციაში იყვნენ და ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, არც ახლა არ ამსულს. თუმცა თქვენი ლიდერი სიტყვებია, რომ თავისუფლების ინსტიტუტი უნდა დაიხუროს. ბოდიშით, მაშინ როცა თავისუფლების ინსტიტუტის ფართოდ ხმარობ ახლა მაშინაც ვზულდით და ახლაც ვზულვართ. ეს ერთი. მეორე, ჩვენთან ორგანიზაციების დაფუძნება და გაუქმება და ლიკვიდაცია კანონმდებლობით რეგულირდება. მე გამოვხატე ჩემი პოზიცია. მე ვთვლი, რომ ამგვარი ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ მას ვინმე დახურავს, გააუქმებს, არ ნიშნავს. მე მეცაც გეტყვის, დღეს რომ გააუქმოთ ეს ორგანიზაცია, ამ ადამიანებს თავში რა აზრებიც აქვს, იმას ვერ შეუცვლით. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არის უპერსპექტივო. ეს არის უფრო ჩვენი პოზიციის გამოხატვა. მე მაგალითად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არა იმის, რომ ეს ხალხი ასე ფიქრობს და ფიქრობს. მე წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ილიას უნივერსიტეტი მათი იდეოლოგიით იმართება და მათი, ასე ვთქვათ, სოფხედველობით. ამას ნერვიულობს ყველაზე მეტად ის მშობლები, ვისი შვილებიც სწავლობენ ილიას უნივერსიტეტში
შეიძლება ამაზე კამათი თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ეს არის ის საწუხარი, რაც ამ ადამიანებს აქვთ. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება, რომელიც 6 წელიწად ნახევარია, ტერორით და ძალადობით მოდის და იძახის დიახაც მე ამას გავაკეთებ და ამას ქვეყნის პირველი პირი აკეთებდა, ხან პარლამენტში, ხან მის გარეთ, ხან სხვაგან. აი ამ ტერორის სიტუაციაში საპასუხო აგრესიული განწყობები იყო მოსალოდნელი. მე ძალიან კარგად ვიგრძელი ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ. მე არასოდეს უკან არ დამიხევია ზალ, ეხლა მინდა გითხრათ 2003 წელს რატო წავედი მე სახალხო დამცველის გარანტირებული თანამდებობიდან, კიდევ რჩებოდა 6 წელიწად ნახევარი თუ მეტი და მივედი CSGO-ში. იმიტომ არც არავის დაუძალებია და არც არავის გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩაუყენები ვარ. იმ წუთში მართლა ჩვენ ყველანი ვიდექით განსაცდელის წინაშე და მე ჩავთვალე რომ უფლება არ მაქვს, თვალი დავხუჭო, ვითომ არაფერი არ ხდება. დღესაც მე ვთვლი რომ ეს არის რეალური განსაცდელი და მე ვარ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს. ეს მართლა პრობლემაა. ბატონ სერგოსთან მე პრეტენზია არ მაქვს. ის დარჩა სტუდიაში დიალოგის გასაგრძელებლად. მე პრეტენზია მაქვს ბექამინდიაშვილთან, რომელიც ამბობს რომ ის არის უფლებადამცველი და რომელიც ჯერ არაფერი რო არ იყო მომხდარი, გვეუბნება თქვენ ფაშისტები ხართ, კრიმინალები ხართ და მე თქვენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს და დგება და მიდის. მე ვთვლი რომ დებატები ამ საკითხებზე არის დასაწყები. თქვენი სახელმწიფოების პერიოდში რომ მოხდა იყო იგივე ფაქტი, რაც ტელევიზ კავკასიაში გვიშმოდა. მაშინ როგორი რეაქცია გექნებოდათ? ჯერ ერთი 15 წუთში ვიქნებოდი იქ და ყოველთვის ასე ვაკეთებდი. ეს მუხროვანის ბუნტი იყო, რუსთავი ორს რო შემოუვარდნენ, ზუსტად 15 წუთში მე აქ ვიყავი და ყველა სხვა ადგილას სადაც კრიტიკული ვითარება იყო. მივიდოდი იქ და ჩემი თვალით დავწმუნდებოდი რა ხდება. სამწუხაროდ როგორც ჩვენ სახალხო დამცველმა ეს ვერ მოახერხა. მე არ ვიცი რა მიზეზის გამო, მაგრამ ვერ მოახერხა. პოზიცია იქნებოდა ასეთი. მე ყოველთვის ვამბობდი, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი სახის ძალადობისგან უნდა იყოს დაცული. მაგრამ ადამიანის ღირებულებების უნდა იყოს დაცული. არაფერი არ უნდა ხდებოდეს მისი აი მთავარი ღირებულებების შეურაცხყოფის ხარჯზე. როცა ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფ, ისეთ დაწყნარებულ, მოწესრიგებულ ქვეყანაშიც კი როგორც არის დანია, ჩვენ გვახსოვს რა ამბავი ატყდა. თუ ჩვენ არ გვინდა რომ მართლა სერიოზულ დაპირისპირებამდე მივიდეთ, საზოგადოებამ ამაზე უნდა იმსჯელოს. იქ არ უნდა მოისმინოს, რომ თეატროსფეროზე თავისი აზრის პატრიარქია უფრო ქრისტიანია. მეორე მხარეც ხაბატონ ანა რომ სიტყვის გამოხატულების თავისუფლება არსებობს ხო ქვეყანაში? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, აი თქვენი ოპონენტები იძახიან რომ თქვენი ქმედები ზღუდავთ ამ ხალხის სიტყვის თავისუფლების გამოხატულებას. ერთი წუთით მე იმ გადაცემაში ვთქვი და დღესაც ვამბობ. მე ვერასოდეს ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ვინ კონკრეტული პირის საქციელზე. მე შემიძლია ვაგო პასუხი ჩემს საქციელზე, ჩემს გამონათქვამებზე და ასე შემდეგ. რა შეიზღუდა? ყველა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ მუდმივად ვისმენთ, ეხლა პირობითად რომ გადატანთმნიშნე თეატროსფეროზე მსგავსი ადამიანების გამონათქვამად, რომელიც პიროვნულად მის წინააღმდეგი არაფერი მაქვს აბსოლუტურად, ჩემთვის მიუღებელია ის, რასაც ის ამბობს. და კონკრეტულად ის განცხადებები, რომ ის პატრიარქზე უფრო ქრისტიანია, ხა გაგახსენდებათ ის ანდაზა, რომის პაპზე უფრო კათოლიკები რო არიან ზოგიერთები, ხო? ჩემთვის ეს ადამიანი აი ამის გამო მეუღებელი, ამ გამოხატვის, ამ ფორმების გამო. ამის გამო მე მას არ მევარდნევარ, არც თავში ჩამერტყავს, არც შემიძლია გავაკრიტიკო სიტყვიერად, მაგრამ გავიგოთ ერთი რამ, რომ ყველა ადამიანი არის ერთნაირად მოწყობილი. რომან ქევხიშვილი იმ გადაცემაში სრულ ისტერიკაში მეუბნებოდა, მე რატომ ვარ მე ასე წყნარად. მე საერთოდ ვცდილობ ვიყო წყნარი, გაწონასწორებული და ჩემგან არ მოდიოდეს არავითარი გამწვავება. მაგრამ ყველა ადამიანი არ არის ერთნაირი. ვიღაცას დედას რო შეაგინებ, არა, იმას შეიძლება არაადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. ვიღაცას რო შეუგინებ ღვთისმშობელს, შეიძლება ძალიან ცუდი რამე მოხდეს. მესმის გამოხატვის თავისუფლება. მესმის, მაგრამ ვიყოთ ცოტა ფრთხილად იმის მიმართ, რაც არის თავარი ამ პროცესს მოусმინოთ. ბატონ სერგო, თუ შეიძლება გაიგოს მე მგონი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აქ იყო გაქცევა საკითხების რა შუაშია აქ თეატროსფეროზე, არაფერ შუაში არ არის, რა შუაში არის უნივერსიტეტთან პირდაპირ იმაში უნივერსიტეტ თავისუფლების ინსტიტუტი, როდესაც უნივერსიტეტში გადაწყვეტილებას იღებენ პროფესორები. აი არაფერ შუაში არის ეგ ერთი. მეორე, როდესაც ლაპარაკი არის ასე იგი თავარ პრობლემაზე, რომ ბევრ ინსტიტუციაზე მივიდა ძალადობა. იყო თუ არა ძალადობა სტუდენტებზე, იყო ძალადობა. ადამიანები ცემეს მიაყენეს შეურაცხყოფა და დაემუქრნენ. იყო თუ არა ძალადობა სამოქალაქო სექტორზე, იყო ძალადობა. იყო ძალადობა ადამიანებმა გამოხატეს თავისი აზრი, არაფერი არ უთქვა, ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას. ამის გულისხმობს მათ მიაყენეს შეურაცხყოფა და ისინი სცემეს. და
მესამე უკაცრავად, მაგრამ მე სხვათა შორის დავთანხმდი დღეს მე ჩემთვის ეს პრობლემა დამთავრდა ერთი კვირის წინ. ეს პრობლემა და დაკავშირებული ყველა პრობლემა დაკავშირებული ამ ორგანიზაციასთან დამთავრდა ერთი კვირის წინ. როდესაც მე ვნახე რომ საქართველოში შეიქმნა ექსტრემისტული მოძრაობა. მაგრამ და ვიტყვი კიდევაც თუ კიდე ასე ვთქვათ გაინტერესებთ რატო არის ესა. მაგრამ მე მოვედი ერთი მიზნით, რომ გამოვთქვათ ჩემი პროტესტი, რომ გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება ცილისწამება და თავდასხმები და ტერორი ისევ კავკასიაზე. ისევ თავისუფალ მედიაზე. ადამიანებმა უბრალოდ ნახეთ რა არის, ეს არის 1000 ცილისწამება, რომ იქ თითქოს ვიღაცამ რაღაცა სპეციალურად მოიწყო. ჩვენ გავაკეთეთ ცუდი რა, თქვენ გააკეთეთ ცუდი რაღაცა, იქ მოხდა ცემა. ადამიანების ცემა, დარბევა მოხდა იმის. თქვენ გააკეთეთ, მე ამას ვაპროტესტებ სულ. უკაცრავად. მე ვცემე ვინმე ბაზნესერო? მე გეტყვით. სტუდიაში იყო შეურაცხყოფები, ტერორი. სტუდიაში იყო შეურაცხყოფები და ტერორი. თქვენი აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლეს. თქვენ არ აქვს ეს პრივატიზებული. გამოხატვის თავისუფლება არ არის შეურაცხყოფა, გამოხატვის თავისუფლება არ არის გინება, არ არის გინება და ნუ გვიგინებენ ყველაფერს რა. რა ჩვენთვის ვირფასია. შუაში კი არ არის თავშია. ეხლა ილიას უნივერსიტეტი და თავისუფლების ინსტიტუტი რო გაიგივებულია, ეხლა ჩემგან გაიგებულე. თქვენ რა ასოციაციაა მე პრობლემა არა. ძალიან ხუთი ჩვენ მე არ გერეულოს თავის რეჟიმში იყოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ადამიანებზე მუქარას, დაშინებას და გინებას. ეს ამას არ ნიშნავს. იქ იყო კონკრეტული ადამიანების, ნინო ზურიაშვილის მიმართ იყო პირდაპირი გინება და დაშინების ცდელობა, იყო სტუდენტების მიერ გინება და დაშინების მიმართ ცდელობა და დაშინების ცდელობა, ეს გრძელდებოდა მთელი გადაცემის განმავლობაში. გადაცემა სხვათა შორის დაიწყო იმითი, რომ ამ ახალგაზრდებს, აქტივისტებს, რომელსაც აქეზებენ უბრალოდ ძალადობაზე, იქ გაშალეს თავის დროშები და გამოაცხადას, რომ მალე ერთ თვეში თურმე საქართველოს ესე იგი მასე აფრიალდება მათი დროშა. ეს იყო ძალიან კარგად მახსოვს რა ითქვა. ალბათ ნინო ჯანგირაშვილს კითხეთ დამიმოწევს ამას. მე ნინო ჯანგირაშვილს არ გითხავ, მე რაც მოვისმინე იმას გეტყვით. ეს არ არის ერთი მხარე, ეს არ არის ერთი მხარე. ეს ერთი ის არის. იცით რა არის? არსებობს კადრები, არსებობს ეს. და იყო მთელი იმის განმავლობაში ეს იყო გინება, მუქარა და თავდასხმა. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ როდესაც მართალია ის, რომ ჩვენ როდესაც გამოვედით, იყვნენ გაფრთხილებულები, რომ მე რახან ვამბობდი, რომ ეს არის ექსტრემიზმი, მე ხომ არ ვამბობდი, ეს არის ტერორიზმი. იყვნენ გაფრთხილებულები, რომ ჩვენთან ყოფილიყვნენ დისტანციურად, თუმცა შეურაცხყოფები ჩვენ მე თქვენ რომ ლაპარაკებდით, მე არ მე ხო არ ვეჩრებოდ, რომ შეგვიძლია ისე ეგეთი. მე ბოდიშის მოხდა არ მსხვენე ზოგიერთებისგან განსხვავებით. როცა არის შემდეგ ესეთი მე გამოვედი ბექასთან და ჩვენს სტუდენტებთან ერთად, იმიტომ რომ მე მქონდა პასუხისგებლობა აღებული ჩვენ სტუდენტებზე და მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ნინო გამოვიდა და იყო აღელვებული და მან თქვა, რომ მას მიაყენეს შეურაცხყოფა. მე ვთხოვე ნინოს, რომ დამჯდარიყო მანქანაში, რომ იყო საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, იყო შეურაცხყოფები, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვაყოლოდით პროვოკაციას, იმიტომ რომ ჩემთან იყვნენ ჩემი სტუდენტები, ჩვენთან იყვნენ ახალგაზრდები, ხო? და მე ჩავსვი ჩვენი სტუდენტები მანქანაში, ნინო მთხოვა, რომ ეს რაღაც ეთქობა გაუგებრობა მოხდა და მე უნდა დავბრუნდე სტუდიაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი მე დამჩა ჩანთა და მეორეს ერთი მე ესე ვთქვათ, მე არ მინდა რომ ჩაიშალოს გადაცემა. და ნინოს ჩაეშლება გადაცემა და ის წამოვიდა. მას მიაყენეს შეურაცხყოფა და მის ასე ვთქვათ, თანხლების მიაყენეს შეურაცხყოფა. მე უბრალოდ დავინახე ის, რომ ერთ-ერთი თანხლები პირი ოპერატორი იყო თუ არ ვცდები, ის გაიგდეს წილხვეში. და მე გავაშველე ეს ადამიანი. მე პირადად დავინახე, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთი ეს თანხლები პირი იყო გაგდებული წილხვეში. კარგი ბატონო სერგო, ის თუ რა ხდებოდა რეალურად კავკასიის, იმასაც რას მაყურებელი ვერ ნახავდა, თუ შეიძლება ვისაუბროთ რამდენიმე წუთი, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ბატონო, ახლა ბატონი სერგო საუბრობდა იმაზე, რაც მან თავის თვალით ნახა, თუ რა ხდებოდა კავკასიის ეზოში, როდესაც გადაცემა მიმდინარეობდა იქ. ბატონო, ეს არის ის მეთოდი, რასაც დაუშვათ მართლმადიდებლური კავშირი უნდა იყენებდეს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ. ხაზგასმით უნდა გითხრათ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეხლა თუმცა ბატონი სერგოც ვერ დაადასტურებს, ვინ იყვნენ ეს მცემელები. ყოველ შემთხვევაში მე სახელების და გვარების თქმა არ შემიძლია. ვინც არ უნდა იყოს. რომელიმე ორგანიზაციის წევრი, კუჩიდან მოსული ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ერთი სიტყვით, ვინც ამ მეთოდებით ცდილობს ვიღაცას ან აზრი შეაცვლებინოს, ან დაუმტკიცოს, რომ მისი სარწმუნოება უფრო სწორია და კარგია, ის არის პირველი მტერი მართლმადიდებლობის. თქვენ გამორიცხავთ, რომ ესენი თქვენი ორგანიზაციის წევრები იყვნენ? მე ვიმეორებ, ვინც არ უნდა იყვნენ, თუმცა ისევ ხაზგასმით ვამბობ, ის ადამიანები, ვინც დღეს ორთვიანი პატიმრობით ცხედა, ისინი ჩხუბში არ მონაწილეობდნენ. ეს ცალკე საკითხი. ვინც არ უნდა ყოფილიყო რომელი ორგანიზაციის წევრიც, ვინც მართლმადიდებლობის სახელით ახორციელებს ძალადობას, ის არის პირველი მტერი მართლმადიდებლობის. ამაზე ნუ ვიდავებთ. მაგრამ თქვენ ხო იმ პერიოდში სტუდიაში იყავით ხაბატონა და გარეთ რა ხდებოდა რეალურად რა ჩვენ გამოვედით შემდეგ. მე რო გამოვედი, ბექა მინდიაშვილი ჯდებოდა მანქანაში, ალბათ ხატიაშვილი თეო ხო, უკვე იჯდა, ამას მე არ შევსწრები. იჯდებოდა მშვიდად და აქეთ იყო ზედახურა. ეხლა ზედახურაში როცა ბნელა არა, მაინდა-მაინც ვერ მიხვდები ვინ ვის ურტყავს, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სწორედ გაუგებარი. ხა თქვენ ბრძანეთ, რომ ისინი გაფრთხილებულები იყვნენ და ამიტომ ჩვენგან დისტანცირებული. ეხლა თუმცა შეურაცხყოფები გეთანხმებით. სიტყვიერი შეურაცხყოფა ძალიან ცუდია, მაგრამ ამას ჩვენ ვიტანთ ძალიან ხშირად. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იყვნენ მართლმადიდებლთა მოძრაობის წევრები, ანუ ის ხალხი, ვინც ეთყობოდა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ხარდამჭერები იდგნენ, ბევრი რომელიც შიგნით იყო, ის შემდეგ გამოვიდა და ისინი იყვნენ ამ მოძრაობის წევრები და ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც უჭერდნენ მხარს და ისინი გამოვიდნენ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ უბრალოდ უკან მოგზდენდნენ და გვიღებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ აი თქვენ ახართ ესენი იყვნენ ეს კავშირის წევრები. აგეთ ხალხთან კიდევ ერთი შეკითხვა თქვენთან. ერთს გეტყვით რა, ესე იგი იყვნენ თუ არ იყვნენ კავშირის წევრები, ხა ჩვენ უაზროდ ვიდეოებთ, ეს არ არის კომპარტია, რომ მანდატები და აღრიცხვა და ეგეთი რაღაცა იყოს და მხარდამჭერები. აქ ეს არ არის მთავარი რა. მთავარი არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის სხვა საკითხი. ესე იგი ეს ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად ჩვენ გვამონათებენ, რომ აი სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ეს ადამიანები არ არიან, მე მეხსიერება ხო არ მატყუებს, რომ რევოლუციამდე კმარა ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, იმიტომ რომ არ გვაწერინებენ საღებავით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზეო. და რევოლუციის შემდეგ 100-ზე მეტი ადამიანია ქუჩაში მოკლული და არც ერთი არ გაუპროტესტებიათ. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს არის რაღაცა ჩამოყალიბებული აზრი ასეთი, ვიწრო წრემ მოილაპარაკა, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფრის უფლება, სხვა ვინმე ხმას თუ ამოიღებს, ის არის რადიკალი ექსტრემისტი, აგრესიული ფაშისტი და ასე შემდეგ. მე გიმეორებთ, ამას არ ეშველება ასეთ მხოლოდ ტელედებატით ერთით ან ორით ან რაღაცით. და ყურადღება მეაქცეთ ერთ რაღაცასაც. მოძრაობა, რომელიც გადავდივართ სხვა საკითხს. არ გადავდივართ, თავარ საკითხზე გადავდივართ. საზოგადოებაში ამ საკითხზე ხმამაღლა მსჯელობა უნდა დაიწყოს. თუ ამაზე მსჯელობა არ იქნა ღირებულებების საკითხზე, ექსტრემიზმზე უნდა დაიწყოს. ეს იქნება ექსცესები. კი ბატონო, დავიწყოთ ექსტრემიზმზეც საუბარი. იმიტომ რომ ექსტრემისტული ბევრი ფაქტი მოყვანა შეგვიძლია. რატომ გაიქცა მალხაზ გულაშვილის თემაში? დავაზუსტებთ და გიპასუხებთ ამასაც. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ორგანიზაციის პრეზენტაცია ხდება და მას საკმაოდ ესეთი არც თუ ისე გაცვეთილი პრობლემატიკა აქვს დასახული, ხო? მას თავისი პრეზენტაციის დღეს არ შეიძლება უნდოდეს, რომ მოხდეს ის, რაც მოხდა სწორედ დამოუკიდებელ ტელეკომპანია კავკასიაში. იმიტომ რომ დღეს ესეთი გამონაკლისია, მე 6 წელიწად ნახევარია არ ყოფილა რუსთავიორის ეთერში. ისევე როგორც სხვა ნაციონალური არხების და ეხლა განმარტება არ არის საჭირო, რატო არ ყოფილა. ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, სადაც ჩვენ შეგვეძლო მისვლა და ჩვენი აზრის თქმა, მიტანა მაყურებლამდე. იქ ამის მოსწყობა თუ ვინმეს ინტერესში იყო, უკანასკნელი ვიყავით ჩვენ. და ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, იმან ძალიან კარგად გათვალა ეს რა. აი გეკითხებით ახლა აქ ვზივართ მეც და ბატონი სერგოც. რატო აქ არავინ არ ჩხუბობს? აი რატო არ ხდება? ძალიან მარტივია, მე მაქვს ამაზე პასუხი. უკაცრავად ხო? მე მაქვს ამაზე პასუხი. როდესაც ადამიანებს მოუწოდებ ძალადობისკენ, როდესაც ადამიანებს უკაცრავად ამ სიტყვაზე და გეშავ და ადამიანებს მიუთითებ იმაზე, რომ განახორციელონ მორალური ტერორი და განახორციელონ ძალადობრივი ტერორი,
ამას ქვეყანა 6 წელია რა. მე არ შემიძლია ლაპარაკი უარგუმენტოთ რა. მე ვლაპარაკობ კონკრეტულ იმაზე. თუ რაღაცაზე ლაპარაკობთ რაღაც, ესე იგი, რაღაც სხვა რაღაცებზე და წარსულზე ვილაპარაკობ წარსულზე. ჩვენ ვლაპარაკობ კონკრეტულ რაღაცაზე, ვიყავთ კონკრეტულ რაღაცაზე. როდესაც ადამიანებს ძალადობისკენ მიუთითება რა, ამას საზღვარი არ აქვს. ამას არ აქვს საზღვარი, როდესაც ამბობ რომ აქ იძალადე და აქ არა. აქ ვიღაც ეს ადამიანებს არიან უკვე ყველგან უნდათ მათ განეხორციელება და დაექვემდებარებინათ ის ორგანიზაცია, სადაც მიდიოდნენ. ყველგან ჩვენთან მოვიდეთ, უნდა დაექვემდებარებინათ და გაეკეთებინათ ის, რაც მათ უნდათ გაეკეთებინათ. როგორ დაექვემდებარებთ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს? როგორ დაექვემდებარებთ? ეს არგუმენტი არ არის. როგორ გაამარეთ ყველანი და ერთმანეთს დაარქვით პროფესორები, სხვა არაფერი ყოფილა რა. და არ უარგუმენტო უკაცრავად. ეს არის უკაცრავად. ეს არის დაქვემდებარება, ის რომ მიდიხარ შენ და ადამიანები გამოხატავენ ას და შენ საწინააღმდეგოებს და შენ იქვემდებარებ და ცემ. ეს არის ტერორი და როდესაც შენ მიდიხარ ტელევიზიაში შეიძლება გეუბნებიან რომ არა ესენი არიან ჩვენი მოკავშირეები, მაგრამ წინა კვირას იმუშავა თავისუფალმა სივრცეებმა. ძალიან საინტერესოა, მაგრამ წინა კვირას იმუშავა თავისუფალმა სივრცეებმა. ეს იყო დამოუკიდებელი გამომცემლობა და ეს იყო დამოუკიდებელი ბიზნესი, რომელსაც საქართველოში ვეღარავინ ვეღარ მიუთითებს ეს გააკეთე და ეს არის. ბაკუს ულაკაუს ვერავინ ვერ მიუთითებს რა გამოსცეს და რა არ გამოსცეს და როგორ აწარმოოს თავისი ბიზნესი. მას შეიძლება ქონდეს წარმატებული პროექტები ან წარუმატებელი, მაგრამ მას ვერავინ ვერ მიუთითებს. ვერავინ ვერ მიუთითებს აკადემიურ სივრცეს ჩვენ უნივერსიტეტში რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. ეს არის გამორიცხული. ვერავინ ვერ მიუთითებს კონკრეტულ პიროვნებას მოგწონს, არ მოგწონს, გადაღებილია თუ არ არის გადაღებული თუ ნიჭიერია თუ უნიჭო, ვეღარავინ ვეღარ შეეხება პიროვნების თავისუფლებას და მნიშვნელოვანი. ის მათ ვერ გათვალეს, რომ კავკასია არის თავისუფალი. თავისუფალმა სივრცეებმა იმუშავა. წინა კვირას იმუშავა თავისუფალმა სივრცეებმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქავთანო, მე ჩემ კითხვას მინდა დავუბრუნდე. როგორ შეაფასებთ თქვენ იმ ფაქტს, რომ მალხაზ გულაშვილი გაიქცა ცხინვალში? როგორ შევაფასებ ახლა მე რატომ გაიქცა მან გაიქცა ეს მან ახსნა და სადაც შეძლო იქ რატომ ცხინვალში სადაც შეძლო მან ახსნა ახლა მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ არანაირს იმიტომ რომ მან ინფორმაცია გაავრცელა რა მოხდა და როგორ მოხდა და რანაირად მოხდა ამაზე არ შევჩერდები თუმცა უნდა ბოდიში უნდა მოგიხადოთ რომ ბოლო ერთი კვირაა მე ნაკლებად ვარ საქმის კურსში ამ საქმეების ვისარგებლებ შემთხვევით ხშირად არ ვარ ეთერში უბრალოდ უკვე ფიცი დადო სახალხო მოსამართლემ და სახალხო სასამართლო ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას გაიხსნა და მე ბოლო ერთი კვირა ფაქტიურად ვარ დღე და ღამე აი ამ პროექტში ჩართული თუმცა თქვენი არხი არ აშუქებს ამას მე მგონი ვიცი რატომაც მე მგონი ვიცი და ამდენად მე შეიძლება რაღაც დეტალებში ვერ მოგაწოდოთ ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, რატო წავიდა მაგას გულაშვილი წავიდა რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გასაგებია. თავშესაფრის ძიებაში. გასაგებია, სადაც გააღწია, იქ წავედი, სადაც გავაღწია, იქ წავედი. ასეთი იყო მისი ინფორმაცია. მე მგონი ის გამოჩნდება უახლოეს დღეებში და კარგს ესამ თუ მოიწვევთ გადაცემაში და ამ კითხვებს დაუსვამთ მას რომ გიფასო. არა, იმიტომ რომ საკურველი მე რომ მოვიდო ალბათ ვერ შევალ იქ იმ ტერიტორიაზე, ხო? ხო ეს ის ფაქტია. ვერ გეტყვით, თუმცა მე სახალხო დამცველი რო ვიყავი, მე გალშიც გადავდიოდი და სახალხო დამცველი სხვა სტატუსი აქვს. ეს წუთით, მაშინაც ოკუპირებული იყო ის ტერიტორია ასეთი მასშტაბით არა და ასეთი ზომით, მაგრამ მაშინაც იყო და კონტროლდებოდა, მაგრამ გადავდიოდი, ვახერხებდით ამას. ამის მოხერხება შეიძლება სხვათა შორის ჟურნალისტები გადადიან ხოლმე. გადადიან. თუმცა მე ვიმეორებ, ამაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, ჯობს რომ პირველი წყაროდან მიიღოთ ინფორმაცია. თქვენი შეფასებით, რატომ წავიდა მალხაზ გულაშვილის ცხინვალში? მე ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციის და მალხაზ გულაშვილის მიზნები და ამოცანები ემთხვეოდა რუსეთის მიზნებსა და ამოცანებს. ეს გამოიხატება თუნდაც მათ გერბში, ეს არის წითელი ორთავა არწივი. ვიღაცა ელაპარაკობდა რომ ეს არის ბიზანტიური გერბი არის, ბიზანტიაზე პრეტენზიას დღეს ახადებს რუსეთი და ყოველ დიდი ხანი აცხადებს, ეს არის მესამე რომი და ეს არის ძალიან ცხადი და ამაზე საერთოდ დავაც არ არის. მეორე, მიზნები და ამოცანები კონკრეტულად, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება საქართველოში და
ეს ხოთშორის არის ახლა ამასთანად გამახსენდა არსებობს ესეთი იყო ეგეთი პირველი ომის დროს იყო ესეთი ლენინური მოწოდება გადავაქციოთ იმპერიალისტური ომი სამოქალაქო ომად ანუ არსებობენ ადამიანები რომლებიც ჩვეულებრივი ომის დროს რომ სადაც შენი ქვეყანა არის დაპირისპირებული მეორე ქვეყანასთან შენ ყველაფერს აკეთებ იმისათვის ეს არის მარგინალური ფიგურები რომელთაც არ აქვს არანაირი ადგილი საზოგადოებაში და ისინი ცდილობენ გადააქციონ ომი რომელშიც არის ჩაბმული ქვეყანა სამოქალაქო ომად და ეს არის მეორე კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არის ტერორი და დაშინება და მორალური ესე იგი განადგურება ჩვენი სასიცოცხლო სივრცის და ბუნებრივია ეს მიზნები და ამოცანები აქვს რუსეთს ეს არის ნეფსით და მე მგონია ეს არის ზუსტად მიზანმიმართული კამპანია იყო ამისთვის და საიდანაც მოვიდა ეს მოძრაობა ამ მოძრაობის სული იქითკენ წავიდა ქავტონან როგორ აპირებთ თქვენი მოძრაობა მოქმედებას ან ბრძოლის გაგრძელებას რა არის თქვენი უახლოესი გეგმები კეთილი მე მაინც შევეხები იმას რომ ყველას ის ელანდება რაც ეჩვენება თუ ეს იზმრება რაც ეჩვენება რა ყველგან რუსეთის დანახვას ალბათ ჯობია ვიკითხოთ რატომ მიყიდა ჩვენმა ხელისუფლებამ მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსეთს და მაშინ რატო არ იყო რუსეთი ჩვენი მტერი თუმცა ახლა ისევ მეტყვენ წარსულში არ გვინდათ მომავალში არ ვიცი რას აპირებენ და ამიტომ წერას არ ვიღავ ანგაარა ვარ რომ ამაზე ვილაპარაკო მეორე ის რომ ახლა არწევს რაც შეეხება ამაზე დიდხანს დავა შეიძლება ახლა სამწუხაროდ სვემონ მასხარაშვილი რომელსაც კარგად ვიცნობ ახლა იმდენად არაკომპეტენტური კომენტარი მიცა ამაზე და მიაწერა რუსეთს ეს არწევის სიმბოლიკა ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს და მიგები ქვია ეგეთ არწევებს ბოდიში რა ის მიგები კი არა ის ივანოვს რა ერქვა ერთ სახელად რა რევოლუციას რომ მიესალმა და სააკაშვილი და თქვენი მეგობრები ხელისუფლებაში რომ მოიყვანო რუსი ხო არ იყო შემთხვევით ის ივანოვი ხო იყო რა ამიტომ როცა რაღაცას ვამბობთ უნდა გავაანალიზოთ რომ წარსულში ჩვენს გვაქვს რაღაც აქციელები ჩადენილი ეხლა რაც შეეხება იმას რა მეთოდებით ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემი ბრძოლა ყოველთვის იყო სიტყვა ან ზეპირსიტყვიერი, ან ნაბეჭდი, ან დებატებში მონაწილეობა, ან დიალოგში მონაწილეობა. მე ისევ ვიმეორებ. ეს მხარეები. ეს მოძრაობა სიტყვას მარტო სიტყვით არ შემოიფარგლება, იმიტომ რომ ახალ გულაშვილის ერთ-ერთი გამოსვლისა სააკაძის მოედანზე თუ არ ვცდები იძახდა, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ ჯვაროსნული ბრძოლა და ჯვაროსნული გამოსვლები უნდა დავიწყოთ. ვერ გავიზიარებ ამას, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მე არ ვიცი რა იგულისხმა, რომ გექნება თქვენ მასთან ერთად გადაცემა კითხეთ რა იგულისხმა ჯვაროსნული ბრძოლა ბატონო ახალ თბილისში რო მე მგონი უარს არ გეტყვით. და ჯვაროსნული ლაშქრობა, ახლა მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ვარ მაინც კარგად განწყობილი ამ ჯვაროსნული ლაშქრობებისადმი და ჯვაროსნული ლაშქრობები არ არის ქართული ხასიათის და ქართული იგივე თუნდაც მართლმადიდებლობის მოქმედების სტილში არანაირად არ ჯდება, ისევე როგორც სხვა მოვლენები ისტორიული. ამიტომ მე ვფიქრობ ის გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა ახლა. მე ვიმეორებ, ამ საკითხებზე საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ღია დიალოგი. ღია დიალოგი და არა ის რომ ჩემი ფასეულობები ჯობს შენ ფასეულობებს და ამიტომ მე უნდა თავს მოგახვიო ისინი და თუ შენ გააპროტესტებ ხარ ბნელი და კრიმინალი. ისევ ვიმეორებ, მე პირადად ყველა გამოსვლაში მანამდეც იმის შემდეგაც რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს ყოველთვის ვიტყვი ძალადობით არც ერთი ფასეულობა არ დამკვიდრდება არც ლიბერალური არც მართლმადიდებლური. კარგი, დიდი მადლობა ქავატონან და ბატონ სერგო, ბოლოს შეკითხვა მინდა ძალიან მოკლედ გავცეთ, რომ ჩვენ ძალიან გადავაცილეთ უკვე საეთერო დროს. ბატონ სერგო, რაც არ უნდა ვისაუბროთ აქ ფაქტი ერთია, რომ თქვენი უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი აღმოჩნდა თავდასხმის ერთ-ერთი პირველი ობიექტი მართლმადიდებლური მოძრაობის მხრიდან. თქვენ ცდილობთ პასუხი გაგეცათ თქვენივე აქციებით თქვენს უნივერსიტეტში. რა შეხედავთ გამოსავალს საერთო ჯამში? როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები, რომ განიმოხტოს ეს ვითარება? საერთოდ ეს არის დაპირისპირება რაღაც ლიბერალურ ფრთასა და მართლმადიდებლურ ფრთას შორის. თქვენ როგორ აფასებთ? ეს არის დაპირისპირება მართლმადიდებლობის სახელით აწყობენ პოგრომებს. და ძალადობთ არ მეგონა ეკლესია რა. არანაირად საერთოდ არაფერს შუაში არ არის აქ მართლმადიდებლობა, ეს არის ჩვეულებრივი ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც შეასრულა ჩვეულებრივი დაკლეთა და დაიწყო ტერორი ყველა სასიცოცხლო რუსეთის დაკლეთა. ეს ილიას უნივერსიტეტი არაფერს შუაში არ იყო. აქ იყო მე გითხარით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო ერთი კვირის განმავლობაში.
უბრალოდ ეპიცენტრი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. არაფერს შუაში არ იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კონკრეტულ ამაში. ყველა, ბატონო? ამ დაკვეთის მიზანი რა არის? ამ დაკვეთის მიზანი არის სამოქალაქო დაპირისპირების დანერგვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს რომ ასეთ დაპირისპირება გამოგდევას რომ ჩვენ ნერგავთ სამოქალაქო დაპირისპირება. არა, უბრალოდ თუ გუნდნებოთ ქალბატონ ანუ თქვენ ახლა გამოთქვით თქვენი აზრი. გადაცემა და ბოლოსკე უნდა წავიდეთ. კი ბატონო, მე უბრალოდ დავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ თქვი და ბატონ სერგოს მიაჩნია, რომ ეს საკითხისგან წასვლა. მე ვამბობ, უნდა დაიწყოს ღია დიალოგი. ილიას უნივერსიტეტის მიმართ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება არის იმიტომ, რომ მისი წარმმართველი ზალა არის თავისუფლების ინსტიტუტი. სად არის თავისუფლების? ფართო სახით თავისუფლება ჩემთვის არ არის პრობლემა. თქვენ ვისთვის არის პრობლემა? ჩემთვისაც არ არის. პრობლემა არის ექსტრემისტული ძალებისთვის არის პრობლემა. პრობლემა არის თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც არ შეიძლება ღირებულებები, თქვენი ღირებულებები დაამკვიდროთ იმის ხარჯზე, რომ უგინოთ ადამიანებს ის რაც სწავლთ და უგინოთ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ეს ქვეყანა. აი ეს ზოგადი არის. ფრაზები არის, რომლის უკან არაფერი არ არის. გადაშალეთ. გადაშალეთ რომლის უკან არაფერი. ზოგადი ფრაზები, რომლის უკან არაფერი ზოგადი არა. დიდი მადლობა ბატონ სერგო. მე იმედი მაქვს რომ ასეთი ინციდენტები რაც ხდებოდა ილიას უნივერსიტეტთან, რაც ხდებოდა შემდეგ ტელეკომპანია კავკასიაში აღარ განმეორდება. და უფრო თავშეკავებულები ვიქნებით. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ნანადევ და რიან და სარგურატიანი გახდნენ. ჩვენ გადაცემის სტუმრები, ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში ვხვდებით ერთმანეთს ამ სტუდიაში. დროებით.